საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. პირველი ვიზიტი მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში. ოპოზიცია მეხუთე პრეზიდენტთან ერთად მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადადის. პირველი შედეგი ამ ერთობლივი მუშაობისა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე შეხვედრებია, რომლის მთავარი გზავნილია უცხოელმა პარტნიორებმა გლობალური გამოწვევების ფარგლებში განიხილონ საქართველოს საკითხი, როგორც რუსეთის მხრიდან ინტერვენცია არ აღია ომით, არამედ ჰიბრიდული მეთოდებით ხელისუფლების მიტაცების ცდელობა. შედეგი, რომელსაც ამ ვიზიტისგან ელიან ქართული ოცნების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, რასაც უნდა მოყვეს ზეწოლა, რომელიც შედეგად ახალ არჩევნებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოიტანს. რაც შეეხება პროტესტს და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, ამ თვალსაზრისით საკითხი ცოტა უცნაურად დგას. მჭიდრო კოორდინაციის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ, მათ შორის არც 31 მარტს დაანონსებული აქციისგან. ნაწილი კი პროტესტის განვითარებაზე საუბრობს, რისთვისაც აქტიური თანამშრომლობა აქვს პროტესტის საორგანიზაციო ჯგუფთან. პროტესტი ერთადერთი საკითხი არ არის, რაშიც ოპოზიცია განსხვავებულ პოზიციებს ავლენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა ოპოზიციაში დიდი განხეთქილების მიზეზი გახდეს. საჯარო პოსტები თუ განცხადებები ამ თემაზე ფაქტობრივად ფარდას ხდის იმ კულუარულ საუბრებს, რომელიც ოპოზიციის შიგნით ამ თემაზე მიმდინარეობს. მათ შორის განიხილება ვერსია, რომ შესაძლოა ევროპელებისგან წამოვიდეს ზეწოლა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. განიხილება შესაძლებლობა გარკვეული რეგიონებისა და ქალაქების მოგების, მათ შორის თბილისში. ოპოზიციური მერის არჩევის თაობაზე. არის ვერსია საკრებულოებში მანდატების მოპოვებისა და იქიდან ხელისუფლებაზე შეტევის. ისინი კი, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე კატეგორიულად არ განიხილავს, ამბობენ, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს ლეგიტიმაციას პირველ რიგში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებისთვის მისჯილი მრავალწლიანი სასჯელის, ხელისუფლების და ყველა იმ რეგულაციის, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამ პერიოდში პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისა თუ მედიის წინააღმდეგ მიიღო. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბერდია სიჭინავა, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მინდა წარმოგიდგინოთ. მოგესალმებით ბერდია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ყველა იმ თემაზე გადავალ, რომელიც გაკვირით ახსენეთ ჩემს საკადრო ტექსტში, აუცილებლად მინდა შევეხო პარლამენტში წინა ხელისუფლების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის საკითხს და რატომ? იმიტომ რომ 25-ში, ანუ ხვალ, დაანონსებულია სხდომა, სადაც მოხდება მაგნატის უпростоრეთ გახმაურებული საქმის განხილვა. გამოკითხვას დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, როგორც TBC ბანკის მაშინდელი დამფუძნებლები, მფლობელები. საკმაოდ სკანდალური кейსი იყო, ვისაც ეს საქმე ახსოვს, საუბარია ბიზნესმენ ლებანიძისთვის ბიზნესის რეკეტზე, კეზერაშვილის მხრიდან, ეს იყო ბენზინგასამართ სადგურების ქსელი, ძალიან ბევრი ჩემს კოლეგას ჩემთან ერთად უმუშავია მათ შორის ამ თემაზე და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ სუსის ძალდატანებით სწორედ TBC ბანკის დახმარებით მოხდა გარკვეული კრედიტის აღება და მოკლედ წილების გადაფორმება. აი ასეთი მშრალად ასეთი кейსი იყო. მე ვიცი თქვენი მოსაზრება და პოზიცია საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, თქვენ ამბობთ, რომ სამართლიან სახელმწიფოში დიახ უნდა მოხდეს წინა ხელისუფლების დროინდელი დანაშაულებების გამოძიება. აი ახლა როგორ უყურებთ ამ საკითხს? უნდა მივიდნენ თუ არა ხაზარაძე ჯაფარიძე გამოკითხვაში და რომ ჩამოვაშოროთ გარკვეული პროპაგანდისტული მდგენელი თავად აი ამ საგამოძიებო კომისიას წინა სხდომაზე ჩვენ ხარძიანის საქმის განხილვა ვნახეთ. ფიქრობთ, რომ აი ასეთი
არ ვიცი, მასშტაბის პროცესი აქამდეც სამართლებრივი, აქამდეც უნდა გამართულიყო და წარმართულიყო ჩვენს ქვეყანაში? მოგესალმებით, ემა, მივესალმები პალიტრანიუსის მაყურებელს. ჩვენ ხშირად გვითხოვთ და დღესაც გავმეორდები, რომ ეს არის კომისია, რომელიც იძიებს თითქოს და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს და ამავდროულად ამ კომისიაში ნაცების კვოტით არიან დაკომპლექტებული ადამიანები პირდაპირ ფორმით, იმიტომ რომ ამ კომისიაში არის ადამიანი, რომელიც იყო სააკაშვილის დანიშნული ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი ვანო მერაბიშვილის სტრუქტურაში და ერთ-ერთი წამყვან პოზიციაზე, რა თქმა უნდა, და ბუნებრივი ახლა ესეთ დროს რაღაცა ფორმით საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს 12 წლის თავზე მართლა აინტერესებთ წინა ხელისუფლების დანაშაულების გამოძიება, რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსურდი, ეს არის აბსურდი, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ემა. რამდენი სხდომა ჩაატარეს, რამდენი სხდომა ჩაატარეს? ალბათ 3, ხო? 3-4, ხო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, კიდე დარჩენილი 6 თვის განმავლობაში და იმის იქით არ იძლევა, ხო? უკვე რეგლამენტის შესაძლებლობას გაგრძელდეს კომისიის საქმიანობა 6 თვეზე დიდხანს. რამდენი სხდომის ჩატარება შეძლება? და მათ გონიათ, რომ რეალური დაიდება შედეგები? ყველაზე ისეთი სკანდალური კარგით, მაშინ ძალიან კარგი შემონახულია უყურეთ ბოლოს. რეალურად ეს კომისია ახლოს ადგილობრივ არჩევნებამდე. ეს კომისია ჭირდებათ იმისთვის, რომ რეალობა დაამახინჯონ, რაც ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, გირგულიანის кейსი არ იყო ის кейსი, რომელიც უნდა განხილულიყო აქამდე? რატო არიდებენ თავს ამ ყველაფერს? ხო, რატო მურუსიძე რატო არ შეიძლება დაიბაროთ გირგულიანის кейსთან დაკავშირებით, თუ მაგალითად ხარძიანის ადვოკატს იბარებენ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ხო? ეს არის ფარისევლობა, როდესაც აი ეს შეკვეცილად, დამახინჯებულად ცდილობენ ადამიანების წამოწევას ალაპარაკო რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და რეალობა რაც ხდებოდა, დამალო. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ მთელი ეს მოძალადე რეჟიმი, რომელზეც იდგა ნაციონალური მოძრაობა, დღეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ მსახურებაში გადასული. სამართალდამცავი სისტემაც, მურუსიძეც, ჩინჩალაძეც, მათ შორის ადამიანები, რომლებიც არ ვიცი ახლა კობე დავითაშვილის გატაცებაში იყვნენ მხილებულები და განაჩენებია ხო ამ ადამიანების მიერ დამდგარი. ეს არის ფარისევლური პროცესი, რომელიც წამოწყო, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს დამახინჯებულად წარმართონ ეს პროცესი. აუცილებლად ყველა ადამიანი რა გზით და რა საშუალებით ეს მინდოდა მეკითხა სწორედ ანუ იმ ასე ვთქვათ ოპოზიციონერების პოზიცია პრინციპული და არ მონაწილეობა ამ კომისიაში პირიქით ხელს ხომ არ აძლევს ქართულ ოცნებას რომ ისე წარმოაჩინოს რეალობა როგორც მას სურს ანუ ცალმხრივად იქნებ ვიღაცას აქვს გარკვეული არგუმენტი იგივე იქნებ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აქვს არგუმენტები და ფაქტები მამხილებელი როგორ აიძულებდა მაშინდელი ხელისუფლება მათ საკუთარი ბანკის საშუალებით მიეღოთ მონაწილეობა. არ ვიცი, მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ ალბათ თუ აქვთ ასეთი არგუმენტები, თავად უნდა ისაუბრონ ამ. უყურეთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ამ გამოძიების ობიექტები ბუნებრივია ჩვენ არ ვართ და შესაბამისად ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხი და მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით რამდენად სწორია მათი მხრიდან ან თვითონ უნდა გადაწყვეტონ თავიანთ ადვოკატებთან ერთად და პოლიტიკურად უნდა შეხედონ ამ საკითხს და სამართლებრივად, ამიტომ მათ ნაცვლად მე როგორ უნდა ვისაუბრო, კარგი იქნებოდა ამ პროცესში მონაწილეობა მიღება თუ არ იქნებოდა. ადამიანის, რომელიც ამბობთ, რომ დამახინჯებულ რეალობას წარმოადგენს. მე პერსონალურად თუ მეკითხებით, მე 2012 წლამდე არანაირი კავშირი არ მქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, არც პირიქით ოპოზიციაში ვიყავი და ოპოზიციურად განწყობილი ვიყავი მოქმედი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მე თუ მეკითხებით კონკრეტულად, მე თუ დამიბარებდნენ და თუ მით უმეტეს შესაძლებლობა მექნებოდა რომ მემხილებინა სისტემა, ბუნებრივია ამას გავაკეთებდი, ხო, თუ მით უმეტეს არ მიმიძღვის არაფერში ბრალ. ლეგიტიმაციათ, იმიტომ რომ ეს არის ხოლმე არგუმენტი, რომ ეს სერიოზული ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტის შესაბამისად არც კომისია არ არის ლეგიტიმური და იქ მონაწილეობა არის უბრალოდ ცირკში მონაწილეობის მიღება. გავიგე, მაგრამ ხო არსებობს მაგალითად მოსაზრებები იმასთან დაკავშირებითაც და ცალსახად ესეა, როცა ამ პარლამენტმა მიიღო კანონი რეპრესიული, მათ შორის ჯარიმების კუთხით თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების კუთხით და ვიღაცები არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სასამართლო პროცესებზე დადიან, ამ ჯარიმებს იხდიან, ამ ადმინისტრაციას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ესე რაღაცა ვიწრო და ან თავიანთი გადასაწყვეტია ეს. ბატონი ხაზარაძის გადასაწყვეტია, ბატონი ჯაფარიძის გადასაწყვეტია, მათი რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტია. მათ ადგილას მიხვიდოდით და მიიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ ადგილას. ბუნებრივად ვერ ვიქნებით მათ ადგილას, მაგრამ მე თუ პერსონალურად მეკითხებით. თუ პერსონალურად მეკითხებით, მე დასამალი არაფერი არ მექნებოდა და მივიდოდი.
ბუნებრივია, მაგრამ მე ხო არ ვიცი ხა არც მათი პოლიტიკური ეს როგორი ნათქვამია, ვიღაცამ შეიძლება გაიგოს, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, მინიშნება გააკეთეთ, რომ შეიძლება აქვთ რაიმე დასაბამი და ამიტომ იწავებენ თავს. ნუ სისულელე ხა ამაზე ასეთ დასკვნის გამოტანა, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივი საკითხი, რომელიც ამ ადამიანებმა თავიანთ პოლიტიკურ გუნდში და თავიანთ იურისტებთან ერთად უნდა გადაწყვეტონ, მაგრამ მისულაც რაღაცა ტიპის ლეგიტიმაციის მინიჭება ამ საგამოძიებო კომისიისთვის მე არ მიმაჩნია. თუ მივლენ ეს ადამიანები და ისაუბრებენ, კი ბატონო, რა არის ამაში გაურკვეველი, ან თუ არ მივლენ და ესეც მათი გადასაწყვეტია, ამიტომ აქ არ უნდა დავწულმანდე და ჩვენ პირდებით ამ საგამოძიებო კომისიას. ისე არ მოხდეს, რომ ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა გახდეს ხელახლა გამოსაძიებელი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამახინჯებენ ფაქტებს პირდაპირ ფორმით, მალავენ ადამიანებს ამ დანაშაულში, ამ კრიმინალურ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირებს აქრობენ საქმეებიდან. მურუსიძეს აქრობენ მაგალითად გირგულიანის საქმიდან, როგორც ცდილობენ დამალონ ეს ადამიანი. გამოიკვლიონ აბა მურუსიძის საქმეები და მათი საქმიანობა, ხო? მოსამართლეებს ხარჯიანი საქმიდან მოსამართლეს მალავენ. გირგულიანის საქმის განხილვამდე არ მისულათ, რა იცით, რომ არ დაიბარებენ მურუსიძეს, რომელიც მოყვება, როგორ იღებდა დირექტივებს მაშინდელი ხელისუფლება. და დანაშაულს აღიარებს მურუსიძე, როგორ იღებდა დირექტივებს, თქვენ სერიოზული განცდა გაქვთ. პირადად მას არ მახსენდება, რომ ეხიარებინათ, მაგრამ ეს აღიარება არ იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მაშინ იყვნენ ცუდები და ამ ხელისუფლების პირობებში მათ პოლიტიკური დავალების შესრულება გადაწყვეტილების მიღების დროს არ უწევდა. ფაქტობრივი აღიარება იყო, ბერტია, რატომ გამოიცხავთ? თემა, რომ აი ამ თოჯინებით დაკომპლექტებულ საგამოძიებო კომისიას აქვს იმის რესურსი, რომ მურუსიძე დაიბაროს, თუნდაც მას რაღაცა ირიბის საფრთხის შექმნის რაღაცა ის გაუჩინონ განცდა ამის რესურსი აქვს იმ თოჯინებით დაკომპლექტებულ საგამოძიებო კომისიას. ეს არის პანდორას კუთხე, რომელიც გახსნა. ამიტომ ხათაშორთია წოლუკიანმა, როგორც ამ კომისიის არ მახსოვს რა თანამდებობა აქვს თავმჯდომარემ, კი ბატონო, არ მინდოდა შემცდარიყავი, შეუთვალა პრინციპში იმ ოპოზიციის წევრებს, ვინც შესაძლებელია გამოძახებულ იქნას საგამოძიებო კომისიაზე, მაგრამ შეგვიძლია განვაზოგადოთ მისი ეს ნათქვამი, რომ ნუ ეხუმრებითო და როდესაც თოჯინებით დაკომპლექტებულს უწოდებთ, იქნებ მაინც რაღაცნაირად გეფიქრათ სანამ იტყოდით. და რა, მე უნდა დამიბარო, მე შეიძლება მე შემოდეს ამ საგამოძიებო კომისიის ემა. პირდაპირ გეუბნებით კიდევ ერთხელ. მე რამდენიც მაქვს 2012 წლამდე დანაშაულები გამოძიებული. არც ერთ ადამიანს არ აქვს აი ეს გაკეთებული იმ კომისიიდან ერთად არ ექნებათ ამ ადამიანებს გაკეთებული. არ მინდა ახლა საქმეები ჩამოვთვალო. ამიტომ რატომ არ გინდათ რომ ჩამოვთვალოთ? უყურეთ, შესაძლებელია გამოძიებებიდან ეს თამაში კი არ არის. ოპოზიციონერებს ასე ოპოზიციონერებს ერთი წამი არავის არ ვაზიანებ, როდის მოვრიდები ვარ რომელიმე ოპოზიციონერს. ჩემი წითელი ხაზები იმ დეპარტამენტში. დიახ. იმ დეპარტამენტში, რომელიც რომელ ოპოზიციონერს მოვრიდები ვარ, ემა. ბიზნეს რეკეტის საქმეებს, ხო? კი, და ჩემთვის ამიტოა წითელი ხაზი ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. ეს წითელი ხაზები ჩემთვის არსებობს და არ შეიძლება არასდროს, იმიტომ კარგად იცით, ხო? მე მაგნატის кейსი არ ვიცი, უშუალოდ მე არ ვიძიებდი, ჩემი დეპარტამენტი იძიებდა ამ кейსს, ერთ-ერთი ჩემი კოლეგა იძიებდა ამ кейსს, უშუალოდ მე არ ვიძიებდი ამ кейსს, მაგრამ ვიცი წარმოდგენა მაქვს ზოგადად ამ кейსთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის სწორი, ეხლა მე რაღაც იმ საქმიანობასთან დაკავშირებით ვისაუბრო დეტალურად, რომელიც არის ისიც გეცოდინებათ რა კონტექსტში ფიგურირებენ ხაზარაძე ჯაფარიძე ამ დავასრულებ თუ შეიძლება ემა. ამიტომ გამოძიებობანას თამაში კი არ არის ეს რაღაცა დამახინჯებული რეალობის შექმნა, ადამიანების დაბარება, თავიანთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. გამოძიება არის ძალიან რთული, კომპლექსური პროცესი და ერთ გამოძიებას გააჩნია საქმეს შესაძლოა დასჭირდეს წლები. ამიტომ ეს ადამიანები რო გვეუბნებიან, ეხა ფლიდური სახებით, ფარისეულად თითქოს რაღაც 5 პროცესში დაამთავრებენ და შეისწავლიან იმის ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებს, ეს არის ფარისეულობა. ეს არის პროცესი, როდესაც ცდილობენ ეს ადამიანები ნაციონალურ მოძრაობასთან მებრძოლი პარტიის იმიჯი მოიდგონ, თავიანთი ნაციონალები, რომლებიც ბიზნეს ხელქვეითები არიან, დაფარონ, დამალონ, გააქრონ დანაშაულებიდან, რაც არის სხვათა შორის საბჭოური კრიმინალური მენტალობის გამოხატულება, მათ შორის პოლიციებში და საბჭოურ სამართალდამცავ სისტემებში, როდესაც ხელს აფარებდნენ და აქრობდნენ საქმეებიდან ადამიანებს, ამ ცდელობას ვადევნებთ ჩვენ თვალს, მაგრამ ყველა სახელი და გვარი აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ამოტივდება აუცილებლად. ჩვენ ვადევნებთ თვალს ამ პროცესს, მედია მონიტორინგს ვაკეთებთ ამისი, აუცილებლად ნურავის ეგონება, რომ ვიღაცა ხელებს დაიბანს და
ბიზნეს კალთის ქვეშ დაიმალება თავის ბნელ წარსულს. როგორ აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს, როგორ იყო ამ სისტემის რეჟიმის მსახური, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში, ზოგი კუდში ჩაბუდებული, ზოგი კრიმინალურ პოლიციაში ჩაბუდებული, ზოგი სასამართლოში ჩაბუდებული და როგორ ებრძოდნენ ამ ქვეყნის ფუნდამენტს, მათ შორის ადამიანს, რომელიც თურმე რისთვისაც თურმე მოვიდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში და ვარწმუნებდნენ, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება და დღეს თურმე ადამიანის ჯანმრთელობა არაფერს არ ნიშნავს, ადამიანის სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავს, ნიღაბი აქვს ჩამოცული კოლექტიურად მთელ სოცნებას და ასე ძალადობს ახალგაზრდებს. ეს არის დღეს მოცემულობა. თქვენმა თანაგუნდელმა თქვა დღეს მე მგონი ერთ-ერთ ეთერში რომ ქართულ ოცნებას ყავს თავისი ნაციონალები და არსებობენ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ნაციონალები. ესე საინტერესოა როგორ ყოფთ მიშას ნაცები და ბიზნეს ნაცები. ხო, აი როგორ ყოფთ მიშას ნაცებს და ბიზნეს ნაცებს ერთმანეთისგან ან რა არ ვიცი სელექცია არის ასეთი ხურეთ მარტივია. ნაციონალური მოძრაობა არის რაღაცა მე ვფიქრობ ფასეულობების სისტემა როგორც უყურებენ ეს ადამიანები და რომლებიც მსახურები იყვნენ იმ რეჟიმის 2012 წლამდე. ეს ხო მოცემულობაა. ეხლა ადამიანი რომელიც იყო 2012 წელს შემომწირველი ნაციონალური მოძრაობის. ადამიანი რომელიც იყო მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის და გირგულიანის. ადამიანი რომელიც იყო მაგალითად მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც იყო ადეიშვილის შექმნილი სასამართლო ბიუროკრატი და რომელიც წყვეტდა ასეთ საკითხს. აი წარმოგიდგინეთ თქვენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პირდაპირ ფორმით დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლებიც იყვნენ ქართული ფეოდალების ხელს. რატო ვართ ახლა ოპოზიციაში მაშინ? გავიგე, მაგრამ ძალიან დიდი ხანი დაგჭირდათ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გაგაგებინოთ. ჩვენ სანამ შევძელით ემას, ჩვენ სანამ შევძელით. უყურეთ ემა, ჩვენ სანამ შევძელით პოზიტიური როლი შევასრულეთ და ეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ისინი კუთხეში იყვნენ მიმწყდები, მაგრამ დღეს ვინ არის? დღეს უმრავლესობის ლიდერიდან დაწყობილი რა იქნებოდა, იცით, რომ აი ეს სასამართლო სისტემა ამ ადამიანებისგან გათავისუფლებული იყო. ეს იქნებოდა პოზიტიური როლი. ჩვენს დროს ემა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს რამდენიმე ტალღენი რეფორმა, რომელიც ჩატარდა, რომელიც რეალურად ნორმალურ პირობებში და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში იყო ძალიან კარგი რეფორმები და უნდა მომსახურებოდა კეთილსინდისიერი მოსამართლეების გაძლიერებას, საბოლოოდ მივიღეთ ურჩხული, რომელიც დაუმორჩილებელი. რატომ მივიღეთ იცით ეს ურჩხული? რატომ მივიღეთ? გეტყვით. რატომ მივიღეთ? იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ადამიანი და ერთი გუნდი აი ამ კომპლექსურ დიდ გუნდში საკმარისი არ არის იმისთვის რომ ამ შედეგს მიაღწიოს. ჩვენ დღეს რატო ვართ ხელისუფლების ოპოზიციაში, იცით? იმიტომ რომ არ მოგწონდა ის პროცესი, რაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიდიოდა. ის რაც მოხდა ბოლო საგარეო კურსთან დაკავშირებით და რის ნიშნებიც იყო ის რომ მთელი პარტიის ვერტიკალს ექვემდებარებოდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. ამიტომ ვართ ოპოზიციაში ჩვენ თორე ეხა რა კავშირი გვაქვს ამ ადამიანებს? ეს არის ჩვენი ფასეულობითი არჩევანი და მათ არჩევალ და ჩვენს დროს კიდევ ერთხელ დამოვიწყდა მე თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ხელმეორედ არ იყო მურუსიძე არჩეული და ჩვენ შემდეგ მოხდა ეს არ დაგავიწყდა და ფუნდამენტური ცვლილებები მათ შორის იმ ადამიანების გაყვება არამოსამართლე წევრების რას გავლენა არ ქონდა სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეებზე, ხო? ეს არის იმდენად კომპლექსური საკითხია ემა. კი, ვიცი, ამიტომ მოგვარება არ არის მარტივი ამბავი. ამას ერთი ცალკე გადაცემა არც ეყოფა დარწმუნებული ვარ, გადავიდეთ სხვა თემებზე, იმიტომ რომ თქვენზე საუბარი ბევრ დროს წაიღებს ნამდვილად. სხვათა შორის შესაძლებელი არ ვიცი ხა ამ ტემპები და ამ საგამოძიებო კომისიის პარგრებში მოესწრება თუ არა თქვენი ლიდერის ასე ვთქვათ, პოლიტიკური საქმიანობის გამოძიებას არაერთხელ აანონსებს ხოლმე სხვათა შორის ქართული ოცნება კონკრეტულ სპეცოპერაციებსაც კი ახსენებს გახარიას პანკისიდან დაწყებული, დამთავრებული 20 ივნისამდე. ეს ისე რეპლიკის, ხო, სანამ იქამდე მივლენ დიდი დრო გავა. იმიტომ რომ ბევრი საქმე აქვს როგორც ჩანს ამ საგამოძიებო კომისიის პარაგრაფში. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ბალტიის პირეთის ქვეყნებში. ანუ მე რამდენსაც მახსოვს, ითქვა რომ ეს უნდა ყოფილიყო ერთობლივი ვიზიტი ოპოზიციის წევრებისა და სალომე ზურაბიშვილის. ამის დაზუსტებაც მინდა და მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინე, არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ შემთხვევაში ჩვენმა ევროპელმა პარტიორებმა გეოპოლიტიკური პრობლემის რანგში აიყვანონ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ინტერვენცია მოახდინოს. აი როგორ ფიქრობთ ასეთ ვითარებაში ექნება თუ არა კონკრეტული შედეგი ამ ვიზიტს და
თუ კონკრეტული შედეგის მოლოდინი გაქვთ, რაში უნდა გამოიხატოს ეს კონკრეტული შედეგი, იმიტომ რომ ჯერ რასაც ვხედავთ, კი ევროპარლამენტის რეზოლუცია გვაქვს, მეგობარი აქტის მოლოდინში ვიყავით, რომლის განხილვაც გადაიდო და ითქვა, რომ ამ მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლებელია ეს საკითხი ჩაინიშნოს. ცალკეული ევროკომისრების დონეზე ძალიან კრიტიკული განცხადებები და მოწოდებები კეთდება, მაგრამ ჯერ არ დამდგარა ის შედეგი, რომელიც ქართულ ოცნებას უკან დახევას აიძულებდა. ხო, კაპიტან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტია ბალტიისპირეთში, როგორც ვიცი და რაც ინფორმაცია ჩვენ მისგან გვაქვს, ბუნებრივია ყველა ასეთ საერთაშორისო ვიზიტს რა თქმა უნდა თავისი მიზანი აქვს და თავისი შედეგი აუცილებლად უნდა მოყვეს. ჩვენ თვლით რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა, მათ შორის ადამიანები, რომლებიც აი ყოველდღიურ პროტესტში არიან ჩართული, ბუნებრივია ელოდებიან ცვლილებებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ეს იყო გრძელვადიანი პროცესი და ეს ბუნებრივია, ეხლა რაღაცა დედლაინების დაწესება, რომ აი ამ ვიზიტიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ რაღაცა კონკრეტული ხელშესახების შედეგები გვექნება და გადაწყდება ყველაფერი, ან რაღაცა 31 მარტს მოხდება რაღაცა საკვანძო და ყველაფერი დამთავრდება და ბუნებრივია ეს ასე არ არის და არასწორი ასეთი ტიპის მოლოდინების შექმნა. ჩვენ მიზანმიმართულად ჩვენი მუშაობის შედეგად, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ჯერჯერობით ლეგიტიმაციის საკითხი ამ ხელისუფლების და ამ არჩევნების არის ჰაერში ჩამოკიდებული, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმ ვითარებას, რა პოლიტიკური კრიზისი დღეს ქვეყანა არის. ჩვენი დამსახურებაა მათ შორის ქართველი ხალხის პირველ რიგში იმ ადამიანების, რომლებიც უცხოეთ პროტესტში არიან ჩართული, რომ სასანქციო რეჟიმი ჩართულია. ეს არ არის მარტო სასანქციო რეჟიმი, როგორც ამ დამასანქცირეს და რა ვქნა. ეს არის დამღა სამუდამო, რომელსაც ატარებენ არამხოლოდ ეს ადამიანები, ეს კოლექტიურად ოცნება და ეს ხელისუფლება. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, მე ვფიქრობ, ოცნებას იმ პირობებში, როდესაც სასანქციო რეჟიმი აქვს ჩართული, მაშინ როდესაც ოცნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ბუნებრივია აი დიპლომატიურ კავშირს და ურთიერთობებს ყველა ერიდება მოქმედ ხელისუფლებასთან, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან და ბუნებრივია ეს რაღაცა იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯია თვითონ ოცნების ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს არის ხელისუფლება დასავლეთში, რომელსაც ხელი არ ჩამოერთმევა, რომლის ნათქვამ სიტყვასაც ფასი არ ადევს, იმიტომ რომ წარსული გამოცდილებები არ შესაძლებელს, ხო? ამასთან დაკავშირებით როგორ გადააგდეს საერთაშორისო პარტნიორები. ეს ადამიანები არიან მატყუარების პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის შიგნითაც აქვს სახელი გატეხილი და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და იმ ძველი ქართული ანდაზის არ იყოს ზოგჯერ კი უმრავლეს შემთხვევაში და ესეა სახელის გატეხვა ჯობია თავის გატეხვა. ხო, მაგრამ თუ ეხლა სახელგატეხილი ჩამოქცეული პოლიტიკური პარტია, რომელიც დარწმუნებული ვარ მე, რომ ამ ქვეყნის ისტორიას თავის სახელს დაარქვევს. მე არ მიყვარს ხოლმე წინასწარ შეფასებების გაკეთება, მაგრამ ეს არის სახადი, რომელსაც აუცილებლად მოიხდის ეს ქვეყანა და ჩვენ. ხო, აი თქვენ ამბობთ, რომ თუნდაც აი ამ ბალტიისპირეთში მიმდინარე ვიზიტით რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა შეიქმნას საზოგადოებამ. რომ 31 მარტს დანიშნული აქციით რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა კონდეს, რომ 31 მარტის შემდეგ, მაგალითად 1 აპრილს რაღაცა ისეთი საპროტესტო პროცესები განვითარდება ჩვენს ქვეყანაში, რომ რადიკალურად ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. არა, მესმის წინასწარ შეიძლება რთული იყოს რაღაცის თქმა, მაგრამ ანუ რაღაცა სამზადისი გეგმა ხო უნდა არსებობს. ანუ ნახეთ, როგორი მოცემულობა გვაქვს იგივე 31 მარტის აქციასთან დაკავშირებით, მე პირადად გეტყვით ჩემს აქმას, რომ როდესაც პირველად დაანონსდა ეს აქცია, დიახ, განსაკუთრებული მოლოდინები შეიქმნა ამ აქციასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ეს იქნებოდა ორგანიზატორი ვინც არის, ხო, ბუნებრივია. სალომე ზურაბიშვილი. მასგან მოვისმინე, რომ ეს იქნებოდა რაღაცა დიდი მჭიდრო კოორდინაციის, ასე ვთქვათ, ოფიციალურად გაჟღერების თარიღი და გაჩნდა მოლოდინები, რომ ალბათ ოპოზიცია გააკეთებს გარკვეულ განცხადებას, როგორ იმოქმედებს ერთად სინქრონულად თანხვედრაში ერთობლივი ნაბიჯები სულ მინიმუმ, თუმცა ვიღაცებს ჰქონდათ იმის მოლოდინი ან ამბიცია, რომ ეს
კოორდინირებული ოპოზიცია შემდგომ უკვე წინა საარჩევნოდ რაღაცა ერთ პოლიტიკურ გუნდად გადაიქცევდა. შეგიძლიათ გითხრათ, ანუ რა სამზადისი მიდის, რაიმე გეგმა გაქვთ თუ არ გაქვთ? აგერ ელენე ხოშტარიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ორგანიზატორებთან მიდის დავამატებ და მე ვრცლად მოგცემთ შესაძლებლობას რომ მიპასუხოთ. ელენე ხოშტარიამ თქვენი პარტიისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს, რომ განსაკუთრებულ მოლოდინებს ნუ შევიქმნით 31 მარტთან და თარიღებთან მიბმა არაფრის არ შეიძლება, ის ამბობს, რომ ჭიდრო კომუნიკაცია მიდის პროტესტის საორგანიზაციო ჯგუფებთან იმისათვის, რომ უფრო, ასე ვთქვათ, დიდი მასშტაბები შეიძინოს პროტესტმა. ანუ გითხარით, რეალურად მიდის კომუნიკაცია და კოორდინაცია იმ საორგანიზაციო ჯგუფებთან თუ არაფერს განსაკუთრებულ 31 მარტისგან არ უნდა ელოდოს საზოგადოება? კარგით, უყურეთ, ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით რას? არანაირი განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით იწვევს შემდეგ ძალიან დიდი იმედგაცრუებას. ამიტომ ჯობია ნაბიჯ-ნაბიჯი მივიდეთ ამ ყველაფრამდე, ხო? და ყოველთვის ასე იყო, რომ და მე პასუხისმგებლობის გაურბიან ადამიანები და ესე არ შეიძლება, ხო? კონკრეტულად 31 მარტი არის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი რეფერენდუმს. ეს არის დღე, რომელიც მთელ ქვეყანას უნდა აერთიანებდეს და ჩვენ რომ უბედურ ქვეყანაში არ ცხოვრობდეთ, ეხა მოცემულ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ყველა მზეიმი უნდა იყოს ეს დღე, მაგრამ პროტესტის დღეა, ხო? და რაც შეეხება კონკრეტულად დიახ, კოორდინაცია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით არის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ აქციის ორგანიზებაში პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩართული არ არის. 31 მარტს რაც შეეხება ვართ კოორდინაციაში და ხო მაინც და მაინც ორგანიზატორი უნდა გითქვას, ჩვენ არ დაგვიანონსებია ხო ეს აქცია და ვინც დაანონსა შესაბამისად ის გამოდის ორგანიზატორი. ჩვენ კი ბატონო კოორდინაციაში ვართ. ზუსტად ვიცით რომ პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული ამ შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებში. ანუ ყველანი მივიღებთ საკოორდინაციო საკითხებში დავარქვათ. ყველანი მივიღებთ მონაწილეობას ამ აქციაში ჩვენი რესურსებით, ჩვენი მხარდამჭერებით, რა თქმა უნდა. თუმცა ეხა ორგანიზატორობა კიდე სხვა საკითხია და სხვა პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული, თუმცა პასუხისმგებლობას არ გაურბის არავინ. აქ არ უნდა იფიქროს, რა თქმა უნდა, ანუ ეს თქვენი პრინციპული პოზიცია იყო, ბერდიო, თქვენ ხომ გქონდათ არჩევანის საშუალება, ანუ არა მხოლოდ მონაწილე ყოფილიყავით 31 მარტის აქციის, არამედ ყოფილიყავით მათ შორის ორგანიზატორთა შორის. ორგანიზატორები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. რა ვიცი, რა გითხრათ, ხო და ეს თქვენი არჩევანი, ორგანიზატორი უნდა დაგვირქვას, არა ვართ ორგანიზატორები და ეხა ძალით დავირქვათ ორგანიზატორები, არა ვართ ამ აქციის. ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო, ხო? ანუ გქონდათ არჩევანის საშუალება, ან ყოფილიყავით თანაორგანიზატორები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, ან არა, როგორ არა, ეს არის საკვანძო საკითხი, ხა რასაც მეკითხები? კი, ნამდვილად. იმიტომ არის საკვანძო საკითხი, რომ ეს იქნება ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მასშტაბური აქცია, სადაც ორგანიზატორებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ 4 თვის განმავლობაში პროტესტი იყო თვით ორგანიზებული. აი, ამიტომ არის საკვანძო საკითხი. კარგი, ძალიან მარტივად პასუხობ. ამ საკითხის, ამ ორგანიზაციული საკითხების საკოორდინაციო მექანიზმში ვართ ჩართულები, თუმცა ამ აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ. არც ჩვენ დაგვიანოსებია ეს აქცია, არც ჩვენ ორგანიზატორები ვართ ასეთი ტიპის შეხვედრების და როგორ თქვა ეხა ორგანიზატორი ვარ მეთქი. თუ კოორდინაციას არ ქნოთ ორგანიზატორობას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საკოორდინაციო ჯგუფში ვარ ჩართული, ჩვენ რესურსი, რაც შეგვეძლება, რისი მობილიზებაც შეგვეძლება, რაც იქნება ჩვენგან საჭირო იქნება აქ, თუმცა ჩვენ ამ საკითხის და აი ამ დღის ორგანიზატორები არ ვართ. ძალიან მარტივად პასუხობ. რაც შეეხება ერთობას, აქიდანვე რო გავუსვათ ხაზი რა, არანაირი ერთობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ეს დამარცვლით გაიგოს ყველამ, რა ვიცი. დღიდან დაფუძნებისა 2021 წლის 29 მაისიდან ამ პარტიის იუბილეა, ხო, 29 მაისი. პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვაპირებთ რაიმე ტიპის გაერთიანებაზე საუბარს. გამორიცხული ამბავია, დამთავრებული ამბავია ეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვები, ფასეულობები, მაგრამ საკოორდინაციო საკითხებს რაც შეეხება, რომელიც არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენთვის იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ახლა საკნებში არიან პირადი ტყვეები ივანიშვილის. გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს. ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები, ხო? აი ამ кейსებთან მიმართებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ახალი არჩევნების დანიშნვას, ჩვენ გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს. დანარჩენი
ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პარტიებთან ჩვენ არ გვაქვს არანაირი საერთო. ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ალბათ ახალი არჩევნების საკითხიც არის ის თემა, სადაც ისევე როგორც სხვა თემებში არ გსურთ რაღაცა ფუჭი მოლოდინები აღძრათ მოსახლეობაში. იმ შემთხვევაში თუ კი არ გამოვიდა. აი ხო შეიძლება დაშვების დონეზე არ გამოვიდეს, ვერ მოიცალა საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის დროის საკითხი, აუცილებლად გამოვა. აუცილებლად თქვენ თუ კონკრეტულ თარიღზე მეკითხებით ახლა მე გეკითხებით შესაძლებელია გამოვიდეს, მაგრამ რაღაცნაირ თანხვედრაში მოხდეს ადგილობრივ არჩევნებთან ან ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადაწყდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ხა ყველას ბუნებრივი აინტერესებს ეს თემა, გინდათ თუ არა, თვლით მომგებიანად თუ არ თვლით მომგებიანად, არის განხილვის საგანი. დღეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ვრცლად ჩამოწერა ფაქტობრივად ყველა ეს არგუმენტი თუ კონტრარგუმენტი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში კატეგორიულად არ მონაწილეობის, ასე ვთქვათ, მომხრეებს აქვს და მათ ვისაც აქვს პოზიცია, რომ ახლა ნაადრევია ამ თემაზე საუბარი და აი ნახოთ, როგორი გარემოებები იქნება, მაგალითად აგვისტოში. დიმიტრი ცკიტიშვილი საუბრობდა დღეს ერთ-ერთ ტელეარხზე. რა გარემოებება შეიძლება მიგაღებინოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში? ჩვენ ახლა ისეთ ცვლად გლობალურ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც თვიდან თვემდე არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები იცვლება, გლობალურად იცვლება სამყარო, რეგიონში ცვლადი პოლიტიკური პროცესებია და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს არა და არას, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ესე ილაპარაკოს? აი ეს ემოციურად. წარმოგიდგენიათ, თან ლაპარაკობენ ისა დაკავებულების მშობლებზე. დაკავებულების მშობლებზე და დაკავებულებზე უფრო ნაკლებ საუბრობენ, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე და როგორმე ცდილობენ ეს ორი თემა გადაჯაჭვონ და მიაბან ერთმანეთს. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? რატომ რა მიზანი აქვს? აი მითხარით, რა მიზანი აქვს, რომ ეს ორი თემა გადააბან ერთმანეთს? თქვენ დაასკვენით და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები. იმაზე მეც საუბრობენ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვიდრე ამ დაკავებულებზე და თითქოს ეს არის ფუნდამენტურად დაკავშირებული, ან თითქოს ვიღაცა რომ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, აუცილებლად რაღაცა ამ ადამიანებს გაუშვებენ ამდენიმე წლის ციხეში, ან თუ არ მიიღებენ, ეს არის გასაღების რა სისულელეა, ხო? როგორ შეიძლება სისულელეა ყველა ის არგუმენტი, რომელიც დაწერა დღეს. არა, მე არ ვიძახ, საერთოდ არ მინახავს ამ ადამიანის სტატუსი. ამას არ ვიძახი, მაგრამ ის რომ რაღაც საკითხზე, რომელიც არის ბევრ ცვლადზე დამოკიდებული სამყაროში და მათ შორის გლობალურად ხედავთ პოლიტიკური პროცესი, როგორ შეიძლება რაღაცა წინა აი რამდენიმე თვით ადრე საუბრობდნენ, რომ ამას გავაკეთებ, ან იმას გავაკეთებ. ესე არ გეუბნებოდნენ ეს ადამიანები, აი ხალხო გაიხ, ესე გეუბნებოდნენ ეს ადამიანები, თუ დავწერთ ჩვენ ახლა განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, უფლებამოსილებას ვერ შეიძენს პარლამენტი. შეიძინა პარლამენტმა. თუ ჩვენ არ მივალთ პირველ სხდომაზე, იქ რაღაცა ის ლეგიტიმაციის კრიზისი თუ ექნება, ჩამოიშლება. თუ ჩამოწდა 100 დეპუტატს კანონებს ვერ მიიღებენ, ამას არ შეიძლება ასე. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით და ჩვენ ბევრ ცვლადზე ვართ დამოკიდებული, შესაბამისად რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირება ეხლა არც სწორი იქნება და დიდი პოლიტიკური სიბეცე იქნება. ეს არის მარტივი პასუხი. მადლობა ბერდია, გადაცემაში მონაწილეობისთვის. გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ ასეთი მოცემულობა გვაქვს აი ამ მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმყოფება, გამართავს საკმაოდ მაღალი დონის ვიზიტებს. მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენმა საერთაშორისო სტრატეგიულმა პარტნიორებმა გეოპოლიტიკური რისკების რანგში აიყვანონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, უფრო და შედეგი ამას უნდა მოყვეს ის, რომ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, არალეგიტიმურობა შეიძინოს ქართულმა ოცნებამ, რაც იქნება გარკვეული ბერკეტი ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რაც მოიტანს როგორც აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, ასევე ახალი არჩევნების ჩაანიშნვის თარიღს. გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვერთა. მოგესალმებით ბატონო გიგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთანაც დავიწყებ საუბარს იმ თემით, რითაც პრინციპში დავიწყე ბერდიასთან, როგორც ცნობილი გახდა ძლიერი საქართველოს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ხვალ არიან საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულები, განიხილება წინა ხელისუფლების დროინდელი ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთი საქმე.
მაგნატის ბენზინგასამართი სადგურების მე ნახევრადღუნობით ვიტყვი ხათ არ ვიცი თქვენამდე როდის მოვა კომისია იმიტომ რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეებს იძიებენ და მოვა თუ არა საერთოდ მაგრამ აი თქვენ როგორც პოლიტიკოსი მათ ადგილას როგორ მოიქცეოდით აი ბერდიას ქონდა მოსაზრება რომ თუ მე არ მაქვს არაფერი დასამალი აუცილებლად მივიდოდი და ამ კომისიაზე მოკლედ ვიტყოდი სათქმელს ხო ეს არ არის მარტივი საკითხი ზოგადად ეს არის პრინციპში პერსონალური გადაწყვეტილებაც და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რაც არის ხა ეს ანატომია ამ კომისიის შექმნის და რატომაც მოხდა ეს ერთის მხრივ ბუნებრივია ეს არის რაღაც ყურადღების გადატანა შოუს შექმნა მაგრამ ამ შოუებით ბევრი ეს ვთქვათ ცუდი და ბოროტებაც ხდება ხოლმე და საქართველოშიც ჩვენ ამის მოსწრენი ვართ მე არ ვიცი ხო საერთოდ რა საქმეებზე ლაპარაკი ჩვენ საზოგადოებას ახსოვს რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა სხვა შორის ხაზი უნდა გაუსვათ კიდევ ერთხელ ამას შევახსენებთ რომ მშვიდობიანად შეიცვალა და მშვიდობიანად გადაბარდა ეს ხელისუფლება 2012 წელს მაშინ იყო ასეთი მოწოდებები რომ აი შეიტანეთ ეს პროკურატურაში საქმეები რიგების დაყენებაზეც იყო გაფრთხილებები და მუქარები და ძალიან ბევრი ბერდია იყო ამ დეპარტამენტის ერთ-ერთი გამომძიებელი მე არ ვიცი ხო მაშინ მას უკეთ ცოდნია ეს ამბავი და ბევრი საქმე გამოიძიეს რაღაც სადღაც როგორც ჩათვალეს რაცები გადაწყდა რაღაც ვერ გადაწყდა მაგრამ ხანდაზმულობა არის საკმაოდ დიდი და ეხლა ამ ყველაფრის შემოbrunება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ როგორც ვთქვი ინსტრუმენტი რაღაცნაირად ახალი შურისძიების მცდელობის განადგურების ოპოზიციის და ამას არც მალავენ და ეს არის სწორედ ის ტრაგიკული ამბავი რაც ქართულ პოლიტიკაში არის ხო არა ოპონირება არა რაღაც დამოკიდებულება ოპონენტის მიმართ მოდით ასე ვთქვათ ჩანსახსაც არ დავარქვევ მაგრამ რაღაცა ტიპის სამართლიანი მაინც რაღაცა ღირსეული მაინც არამედ მტრობა და სურვილი იმისა რომ აუცილებლად ვიღაც უნდა განადგურდეს და დავრჩეს. ნუ ეს ადამიანები ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებენ ძალიან ცუდ პრეცედენტებს ქმნიან. შეიძლება სხვა ხელისუფლებებში ცუდი პრეცედენტები შეიქმნა და ყველას მოხვდა მე ეს როგორც ბუმერანგი. ამიტომ როდესაც რაღაცას აკეთებ და გადაწყვეტილებას იღებ, უნდა გესმოდეს რომ ერთი არც მუდმივია არაფერი და მეორე შეიძლება ძალიან ცუდად დაგიბრუნდეს შენი მძიმე გადაწყვეტილება. ეხლა ამ ფაზაში ვართ ეს ხალხი როგორც ჩანს ჩათვალეს რომ მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ, უნდა გააკეთონ ყველაფერი და ამის ნაწილია ეს რაღაც სცენარები ამ შემთხვევაში რაც შეეხო თქვათ ეხლა ბადრი და მამუკას ლელოს ლიდერებს, ძლიერი საქართველოს კოალიციის ეხლა ეს რაღაცა ბიზნეს დავა მე როგორც ვიცი ახლა მე ზუსტად არ ვიცი დეტალები ამ საქმის მაგრამ ახლა მათი დაკავშირება ამ რაღაცა წინა ხელისუფლების საქმეებთან ძალიან ხელოვნურია ეს ამბავი ისე როგორც სხვა ნებისმიერი საქმე რაც არ უნდა დაიდოს იქნება ხელოვნურად ამოღებული და შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ან ვინმე პერსონალურად დაისაჯოს ან უბრალოდ იყოს რაღაცა შოუ თან გვესმის რომ ისეთი მახვილი დაკიდეს ახლა ხო აი რაღაცა არ მიხვალ ანუ მიხვალ იტყვიან რომ ლეგიტიმაცია არ მიხვალ პასუხისგებლობა ხო ნუ ეხუმრებითო ისევე როგორც ყველა მიმართულებით ხო აი ეს ნუ ეხუმრებით და ეს სერიოზულობა რომ სიძლიერის დემონსტრირება ეს არის დღეს თავი ინსტრუმენტი მაგრამ ეს ინსტრუმენტია ყოველთვის ყველა არადემოკრატიული ხელისუფლების და არ ვიცი რატო უნდათ რომ მაინდა-მაინც ასეთები იყვნენ ძალიან ძნელია მე მგონი რომ პირიქით უნდა ფიქრობდეს ყველა ხელისუფლება რომ რაღაცა მომავალი არსებობს მათთვისაც მომავალში იყოს პოლიტიკური ასპარეზი თუ უნდა და როგორ წარმოუდგენიათ რომ საქართველოს მუდმივად ამ ციკლში უნდა იყოს ანუ შემდეგი ხელისუფლება ბოდიში უნდა მოვიდეს მე იმან დაიწყოს ისევ შექმნას კომისიები დაიბაროს ეს ხალხი და წარმოიდგინეთ თქვენ ეს რა სადამდე მივა ეს ყველაფერი ხო ამას ოდესღაც ხო უნდა დაესვას წერტილი ჩვენ ვიფიქრეთ რომ მე რატო ვახსენებ მშვიდობიანი გადაბარება რომ მშვიდობიანი ტრანზიცია რაღაცა ის ქმნის შემდეგ ახალ სტარტს და მშვიდობიანს და დემოკრატიულს და ქვეყანას აძლევს განვითარების საშუალებას და მუდმივი შიგნით ქიშპი და ერთმანეთის რაღაცა განადგურების ცდელობა ქვეყანას ვერაზოს წინ ვერ წაიყვანს მით უმეტეს პატარა ქვეყანას მოგრძალებული შესაძლებლობებით
ძიმე ერთის მხრივ ძალიან მომგებიანი გეოპოლიტიკური თუ გეოგრაფიული თუ გეოსტრატეგიული ლოკაციით, მეორე მხრივ ეს ართულებს კიდეც, იმიტომ რომ პატარა ხარ და ამდენი დიდი ქვეყნის ინტერესი შენთან იკვეთება და აქ პირიქით შენ უნდა იდგე ფეხზე, შენ უნდა იყო ძლიერი, შენ უნდა გქონდეს რაღაცა უსაფრთხოების გარანტიები და ხა შიგნით თუ ერთმანეთს დაძდებ და მუდმივად განადგურებაზე გაქვს ცდელობა, როგორ უნდა დადგე ფეხზე და როგორ უნდა წახვიდე წინ. ამიტომ ეს ხალხი როგორ ჩანს ამაზე არ ფიქრობს, აი ეს მოკლევადიანი ამოცანა რომ ხელისუფლება იყოს შენარჩუნებული და მე როგორ გითხრათ, ეხლა არ მიყვარს რაღაცა ვინმეს ფრუსტრირება გამოვიწვიო ვინმე შეა სხვა, მაგრამ რაღაცა კარგს რო არაფერს ველოდებით ამ ნაბიჯებით, რასაც ყოველდღიურად ხედავთ, ეს არის. თუ ვისაუბრებთ სხვა თემებზეც, ეკონომიკაზე, სხვაზე, არ ვიცი. აუცილებლად, ძალიან ბევრი აი ამ პოლიტიკით ჩვენ ხო ხშირად ვართ და სხვა შორის აქცენტი კეთდება, რაც ვნახე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, არათუ აქცენტი პირდაპირ ღია ტექსტით მოწოდება კეთდება ახალგაზრდების მიმართ, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ სწორედ აი ამ დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომებით, რათა გქონდეთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც მაშინ იყო ხელისუფლებაში და დღეს ოპოზიციაში, ანუ არის თუ არა ეს უკვე გარკვეული, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. და ეხლა მთელი ჩემი საუბარი რაც იყო ეს ასე, ხო და რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია, ხო? მართლაც და მტყუანს როგორ გაარკვევ ეხლა, როდესაც რაღაც შეიძლება საერთოდ რაღაც აბსურდი იყოს, კარგად ჩამოყალიბებული და მოტანილი ისე რომ რაღაც სიმართლე არის ამაში. ეხლა მაგალითად ეხლა ომის საკითხებზე თუ არის რაღაც კითხვები კიდევ დარჩენილი, არ ვიცი, იმიტომ რომ ამდენი წელი გავიდა და მუდმივად იყო ეს თემა და თქვა თუ რამე იყო ამოსაღები, თუ რამე იყო სანახავი, ნახე, სხვა შორის იმ პერიოდშიც გადაიცემოდა ღია ეთერით იმ მაშინდელი საგამოძიებო კომისიის სხდომები და ყველას ჰქონდა საშუალება მოესმინა ვინ რა პასუხებს სცემდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა და ეს ყველაფერი დღეს არქივშიც არსებობს. ასე რომ მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს სამწუხაროა ყველაფერი ამას, რასაც ვხედავთ და არაფრის კარგის მომტანი ეს არ არის, გარდა იმისა, რომ დემოკრატიული კონსოლიდაციის მაგივრად პირიქით ამის საპირისპირო პროცესს ხედავთ. კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მინდა შევეხო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორც მოვისმინეთ, ისევ პოლიტიკოსების განცხადებებიდან, ვინც აი ამ საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობს, მთავარი გზავნილი იქნება, არ ვიცი, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს საკითხი აიყვანონ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რანგში. აი იმ ვითარებაში, როდესაც მთელი ცივილური სამყარო ახლა რუსეთთან ერთად ჩართულია აი ამ უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების საკითხით, ეს იქნება დროებით ცეცხლის შეწყვეტის ეს ეტაპი თუ სამართლიანი მშვიდობის დადგომა. ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან მეხუთე პრეზიდენტთან ერთად სთხოვენ ევროპელ ლიდერებს, რომ აი ამ, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შეიყვანონ. არ ვიცი, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ადამიანს თქვენი დიპლომატიური გამოცდილებით, აი შეიძლება რომ გაითვალისწინოს ახლა ევროკავშირმა საქართველოს პოლიტიკოსების თხოვნა? მე ვფიქრობ, რომ და ჩვენ ეს ბოლო პერიოდიც გვაჩვენებს მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო ეს მწვავე პოლიტიკური კრიზისი და ამდენი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში და გამოდის კვლავ ეს ზამთარმა გადაიარა და მაინც ეს მუხტი შენარჩუნებული არის საპროტესტო ახალ არჩევნებზე, ახალი არჩევნების მოთხოვნა, როგორც განმუხტვის და რაღაც ახალი დასაწყისის შესაძლებლობა და პირველ რიგში ბუნებრივია იმ ხალხის განთავისუფლება, ვინც დღეს საპატიმროშია სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით და ჩვენ ხედავთ, რომ ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, ისეთი ამბავი ხდება ეხლა ესე იგი იმ ხალხს ადანაშაულებენ პირიქით, ვინც დაზარალდა და არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ ვინმე ან მოძალადე ხელისუფლების მხრიდან ან ის ადამიანი, ვინც მართლა დააშავა, გადაცნობა ჰქონდა კი არა, დანაშაული, რასაც ეკრანზე უყურებით, რა ვიცი, ადამიანების დასახიჩრების და ამის მკვლელობის ცდილობები და ასე პირდაპირ ეთერში უყურეთ ამას და აგერ ახლა დღეს კიდე ციხეში მყოფი კაცი დააჯარიმეს, ხო და ჯარიმებზე საერთოდ რა ხდება. ამიტომ ხელისუფლება, როდესაც არ ცვლის პოლიტიკას დიპლომატიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, რაღაც სხვა მექანიზმი არ არის, ხო? გარდა იმისა, რომ შენ ან წყვეთ საერთოდ ურთიერთობას, აფუჭებ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც არ ღვევს
ამ პრინციპებს ურთიერთობის და სანქცირება და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ ინტერესი არ დაკარგა. პირიქით, ყველა რეზოლუცია, რაც არის მოწოდებები საქართველოს ძალიან ბევრგან არის, ძალიან აქტიურად არის მხარდაჭერა ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციის სურვილის და დასავლური ინტეგრაციის უპროცესად, მოდი ასე ვთქვათ, რუსეთისგან დაცვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ რუსეთის გავლენის სფეროში მცხოვრები საზოგადოება კიდევ ბევრი ათეული წლის განმავლობაში. და დღესაც ეს სურვილები არსებობს და მაგრამ არის ბევრი ისეთი პრიორიტეტი, რომელიც შეიძლება ამ მომენტში საქართველოსადმი ინტერესს შედარებით ანელებს, მაგრამ უკრაინის საკითხი, ხო? ხოდა ეს სურვილი შესაძლებელია ამ ვითარებაში, ანუ ობიექტური გარემოებების გამო დარჩეს უბრალოდ სურვილად არ დარჩეს, მაგრამ რაღაც გარკვეულწილად ყურადღება მეტი იყო სხვა საკითხებზე. ეხლა სრულიად ბუნებრივად არის, რომ დღეს ნომერ პირველი საკითხი არის გეოპოლიტიკური საფრთხების თვალსაზრისით უკრაინა, ხო? იმიტომ რომ ცხელი ომია. და ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკება, ასე ვთქვათ, უკრაინის მოლაპარაკებები და რაღაცნაირად აქ თითქოს გარღვევის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძვლები არსებობს, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტი მონდომებულია, ეხლა იქ ვიღაცას რაღაც მოწონს, არ მოწონს კონტროვერსიული გადაწყვეტილებები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ ამ კუთხით და მეც მიმაჩნია, რომ ხა რუსეთთან მიმართებაში რაღაც აქ აღტკინება და სენტიმენტები აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ თუ ისტორიას გადავავლებ თვალს, თუ რაიმე აი ამ გადატვირთვაზე და ეგრეთ წოდებულ ამ რესეტზე იყო ლაპარაკი, არც ერთი კარგად არ დამთავრდა, რაც იყო ყველა ეს მამა ბუში იქნებოდა, შემდეგ შვილი ბუში, კლინტონი თუ ობამა თუ სხვა, ყოველთვის ამ გადატვირთვებს მოყვა მაინც რუსეთის მხრიდან მოძლიერება, მე აგრესია სხვა ქვეყნებში, ეს იყო ჩეჩნეთი, თუ საქართველო თუ უკრაინა თუ ასე შემდეგ. ამიტომ აქ ბევრი თემაა, მე სწორედ ეს არის ამოცანა ეხლა ზურაბიშვილისაც და ჩვენი ყველასე, ვინც ჩართული ვართ ამ პროცესში, განსაკუთრებით გარეთ მუშაობაზეა საუბარი, რომ საქართველო არ დარჩეს ამ ყურადღების მიღმა. ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიც, ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ სადაც იქნება მოლაპარაკება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მაგალითად, იქნება მოლაპარაკება კავკასიის რეგიონზე, შუა კორიდორზე და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება საქართველო არ იყოს. და ჩვენი გვინდა სწორედ რომ საქართველოს ინტერესები დაიცვან ამერიკელებმა. იგივე მეგობარი აქტზე როცა საუბარი, მეგობარი აქტი ხო არ არის მხოლოდ სადამსჯელო ნაწილი, როგორც გვინდა უნდათ რომ დახატონ. პირიქით, ეს არის დახმარების, მხარდაჭერის, სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის უფრო მაღალ რანგში. ეს ნაწილი, მაგრამ შენ თუ არ გინდა ეს და ავტოკრატია გინდა ქვეყანაში და ყველაფერი ხელში კონდეს, ოპონენტები ციხეში ყავდეს, გამოწყდეული და ერთპარტიული პარლამენტი კონდეს, რა თქმა უნდა, მაშინ ეს გადაიქცევა მაშინ პირიქით. ხო, ბატონო გიგი, ზუსტად ამას გეკითხებით, ანუ გავიგე რომ სურვილი არის, გეგმაც არის ხო, თქვენ რაც გკითხეთ, რომ ეს ვიზიტები რას მოემსახურება, ხო? არსებობს რისკები, რომ ვერ ობიექტური გარემოებების არსებობს, ახლა მე მაგალითად ვერ ჩაჯდეს საქართველოს ჩამოვედი ბრიუსელიდან. მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა იყო, ნუ აქ როგორც იცით, ხო, ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი პარტია, ყველაზე მეტი ევროკომისიის თავმჯდომარე ყავს, ხელმძღვანელი, ევროკომისიონერი, თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრები და ბევრი ადამიანი იყო, ბევრი შეხვედრა მქონდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, აქ ერთი არის კონგრესისთვის მზადება იყო და იქ საქართველოს რეზოლუცია უნდა იყოს, ბუნებრივია და ჩვენ ვართ ჩართული ამ პროცესში, მაგრამ მეორე იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის ევროპის აი ახალი უსაფრთხოების ხედვა, ეგრეთ წოდებული white paper, რომელიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში აი კუბილიუს, რომელიც შერაცხულია ტრად და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლად, კუბილიუსი უდგას დღეს სათავეში, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ მიმართულების თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში და ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი და შეთანხმება პრინციპში ევროპის ახალი მიდგომების შეიარაღების თვალსაზრისით, გაძლიერების თვალსაზრისით და უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეზე ასაყვანად, სადაც გათვალისწინებულია ბუნებრივია გაცილებით მეტი ხარჯები, ინდუსტრიის მხარდაჭერა, პარტნიორობა, უსაფრთხოება, მოკლედ ჰიბრიდული და უკრაინაზე არის ძალიან დიდი ნაწილი აქ და შესაბამისად ზოგადად იმ საფრთხეებზე, რაც დღეს ევროპას აქვს და ამ ხრივ ჩვენი
ასე ვთქვათ, საშუალებები კიდევ უფრო მეტი ხდება, იმიტომ რომ ევროპა თუ ძლიერდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს არის სწორედ ჩვენი ამოცანა, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და ჩემი ამოცანაც და ყველას ჩვენი არის, რომ აქ ჩავერთოთ ჩვენ აქტიურად და მეც მქონდა გამოსვლა და როგორ შეიძლება უბრალოდ ამაზე ვლაპარაკობდი, რომ იხილებოდეს ევროპის უსაფრთხოება, საქართველოს აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ თუ ვინმეს აქვს რაიმე ეგზისტენციალური საფრთხე აქვს საქართველოს, უკრაინის შემდეგ და აქვს მოლდოვას. ამიტომ ვამბობ მე, რომ ეს ვიზიტებიც და ეს აქტივობაც სწორედ იმისთვის არის, რომ პირველ რიგში საქართველოს იყოს ამ რაღაცა უსაფრთხოების და თანამშრომლობის სივრცეში ინტეგრირებული. და მეორე ბუნებრივია ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ ადგილზე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ეს ბერკეტები ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენონ. კი ბატონო, თუმცა იმისათვის რომ საერთაშორისო საზოგადოების მეტი ყურადღება მიიქციოს ჩვენმა ქვეყანამ, აი ასეთი ვიზიტების, კომუნიკაციის გარდა არსებობს შიდა პოლიტიკური პროცესიც, ხო? 31 მარტი, აი რაღაცა თავიდან სხვაგვარად მოხდა ამ თარიღის წარმოჩენა და განსაკუთრებულობის შეძენა, რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, თითქოს მოლოდინებიც იცვლება. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ შეიძლება რაღაცა გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა და კონკრეტულ თარიღს მიაბა თითქოს რაღაც კონკრეტული შედეგი და მოლოდინები. მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს იქნება დიახ, სწორედ ახალი პოლიტიკური პროცესის ათვლის წერტილი, იმიტომ რომ ოპოზიცია რაღაცა ერთიან ხედვას, ერთიან სტრატეგიას წარმოაჩენს ვიდის კომუნიკაცია და координация სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აორგანიზებდნენ საპროტესტო პროცესს. აი, არ ვიცი, თქვენ რომელ ჯგუფში ხართ ჩართულები, იმიტომ რომ როგორც მოვისმინე, არის ორი ჯგუფი. ერთი არის ორგანიზატორების ჯგუფი, მეორე არის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ორგანიზატორობას არ ნიშნავს. თქვენ ხართ ორგანიზატორებში, თუ ხართ საკოორდინაციო ჯგუფში, რომელიც ნიშნავს მონაწილეობას და არა ჩვენ თუ მე თუ მეკითხებით, ჩვენ ევროპული საქართველოს ვართ ამ კოორდინაციის მონაწილეები, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რომლებიც ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად და ყველა იმ ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად, ვინც მონაწილეობს ამ საუბრებში, აქ არ არის ორგანიზატორობაზე ლაპარაკი, ხო პოლიტიკურ ნაწილში ის რასაც პარტიები აკეთებენ, ბუნებრივია ჩვენც ვართ. მაგრამ მე მინდა დაუბრუნდა იმ საკითხს, რომ რაღაცა თარიღები და სხვა თარიღი თავისთავად არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის 31 მარტი, მაგრამ რა თქმა უნდა ახლა საუბარი იმაზე, რომ ამ დღეს რაღაცა ყველაფერი წყდება, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. უბრალოდ ამ დღეს იქნება რა გარკვეული რაც ვიცით, თქვათ რომ იქნება მიმართვა, იქნება ანუ პოლიტიკური მიმართვები გაჩნდება აი ამ საპროტესტო პროცესში, რაც არ იყო, ხო? ჩემი მოლოდინი ასეთია, უბრალოდ უპასუხებს იმ კითხვას, რამდენად აქტიურია თავარ საკითხებში ერთიანობა ოპოზიციას შორის, ძირითად მოთამაშეებს შორის და აქ პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ კარიც ღია არის გარკვეული პლატფორმისთვის, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისთვის, რომ მეტი მონაწილე იყოს როგორც საზოგადოებრივი ჯგუფები, ვინც დღეს პროტესტის აქტიური მონაწილეა და მართლა ეხლა როგორ გითხრათ, არ არის პათეტიკა ეს, რომ გმირობა, მართლა სამოქალაქო გმირობაა, როცა იცავ დემოკრატიულ პრინციპს და ამისთვის ამდენი ხანი რაღაცა ყველანაირი რესურს დებ, რომ გაუძლო ამას პირველ რიგში ადამიანურს. აი თქვა ოჯახური ტრაგედიებია, პატიმრები არიან და ასე შემდეგ. კი ბატონო, კიდევ რა შეკითხვებს გასცემს პასუხს ეს? არ გვინდა მე მგონი რომ წინასწარ არის, მე მაინც ასე ვხედავ, რაც თქვენ თქვით ეს სწორია. რომ აი რა იქნება ის ახალი ეტაპი, უფრო აქტიური პოლიტიკური ჩართულობის იმ პროცესში, რაც დღეს გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ის კითხვები და გარკვეული უკმაყოფილებაც, რომ პოლიტიკური ნაწილი, პოლიტიკური კომპონენტი თუ შემადგენელი თუ რაც გინდა დაარქვით, რაღაცნაირად უფრო კარგად უნდა და ეფექტურად უნდა მუშაობდეს, აი ამის დაგეგმვა და ამაზე მუშაობა დაიწყება უფრო აქტიურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუნდაც ახლა ჩვენ ანუ ოპოზიცია გააქტიურდება როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ საპროტესტო პროცესში. წინა პერიოდში ხوارაზუს არ ყოფილა, მაგალითად, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად რაღაცა საერთაშორისო ვიზიტები იყოს, იმიტომ რომ დღეს უყურეთ რა არის ჩვენ ბევრი ჩვენთაგანი
დადის აქვს საერთაშორისო შეხვედრები ძალიან მაღალ დონეზეც, მაგრამ მერწმუნეთ როდესაც მე მაგალითად ერთი პარტიის სახელით ან თუნდაც კოალიციის სახელით ვლაპარაკობ სადღაც ამ თემაზე არის სხვა და გაცილებით უფრო ეფექტურია, როცა დიდი ოპოზიციური პლატფორმის სახელით ხდება ეს მოლაპარაკება. ვიზიტის ფარგლებში ვინმე ახლავს ახლა სალამაზრებიშვილს ოპოზიციიდან? ეხლა პირველი არის, ჩვენ თქვით რომ სწორედ აი 31-ის შემდეგ უკვე რაღაც ამ ახალი უფრო გააქტიურებული, გაძლიერებული პლატფორმის შემდეგ დაიგეგმება რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ჯერ მაინც გააცნობთ ამ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას საზოგადოებას სწორედ 31 მარტის აქციაზე. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ნუ დავარქმევთ რაღაცა სახელს. ეს კიდევ ერთხელ იქნება მექანიზმი იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად გაცილებით უფრო აქტიურად წარმართონ, შეიძლება რაღაც ახლებურადაც წარმართონ ეს პროცესი, ხო? რომ ეს იყოს უფრო ეფექტური. ორივე მიმართულებით. ამიტომ შეიძლება აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შინაარსს წინასწარ რა თქმა უნდა, შინაარსს ეს არის, რასაც ვაპარაკობ. ამიტომ სახელი მას ერქმება ფრონტი, პლატფორმა, მექანიზმი თუ საბჭო თუ კონგრესი, ხა ამაზე ჯერ ჩვენ არ ვლაპარაკობთ, მაგრამ შინაარსი იქნება ის, რომ მეტი ურთიერთგაგება, მეტი თანამშრომლობა, შემხვედრი, ასე ვთქვათ, და გადაკვეთის წერტილების მოძებნა და არა იმაზე საუბარი და ასე ვთქვათ, აქცენტი ჩვენ რა გვაშორებს, რა განსხვავებები გვაქვს, რომ შენ ასე არ ფიქრობ, მე ასე. დიდი ალბათობით გახარიას პარტია არ იქნება. ნახოთ, ჯერჯერობით ჩვენ რა კოორდინაციის ამბებიც გქონდა, ახლა გუშინაც იყო შეხვედრა. არა, კოორდინაციაში არიან პირდაპირ ამბობენ, მაგრამ არ არიან ორგანიზატორებს შორის. ეს ჩემთვის უკვე ასე ვთქვათ, ორგანიზატორის, რისი ორგანიზატორის? აი ამ თუნდაც შეიძლება არ იყოს მარტის აქციის. შეიძლება არ იყოს ორგანიზატორი, მაგრამ იყოს პროცესის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი. აქ ორგანიზაცია შეიძლება ჩვენც არ ვიყოთ რაღაც ორგანიზატორები და საზოგადოებრივი ჯგუფები. ორგანიზატორობა გარკვეულ პასუხისმგებლობასაც სცენს და ამიტომ ესეც დააზუსტეს, რომ არ არიან პასუხისმგებელი თვითონ აი ამ ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თუ დღეს ვინმე არის ოპოზიციაში, მისი პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი და ის უნდა ფიქრობდეს, რომ თავისი ნაბიჯით არ დააზიანოს ის პროცესი, რისთვისაც ეს ამდენი ადამიანი დღეს გამოხატავს თავის სურვილს, გულისტკივილს და იბრძვის და ძალიან დიდ მსხვერპლს გაიღებს და აი ამას უნდა ვეცადოთ ყველა ოპოზიციური პარტია დღეს უნდა ეცადოს, რომ ეს ფლანგი არ დააზიანოს და უნდა ესმოდეს, რომ მისი, ასე ვთქვათ, კრიტიკის ობიექტი თუ შეტევის ობიექტი არ არის ოპოზიცია. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ცვლილება და როდესაც ადამიანებს ვეკითხებით, რისი ცვლილება გვინდა ოპოზიციის თუ ხელისუფლების, ძალიან ბევრი ალბათ 100-დან ძალიან ბევრი გეტყვის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შეიცვალოს დემოკრატიულად, ისე როგორც ხალხი გადაწყვეტს ამას. გახარიას მისამართით ამბობთ ამას, რომ ყველას მისამართით ვამბობ. ვინც ოპოზიციას აკრიტიკებს ოპოზიციიდან. ისიც როგორ არის, რაღაცა რო არ მოგეწონება, მე მესმის. შეიძლება გააკრიტიკო და რაღაც პოზიცია, ახლა მეც არ მომწონს ზოგიერთი რამ და ამაზე ვლაპარაკობ კიდევაც, მაგრამ როდესაც პროცესი არის, მოდით ასე ვთქვათ, რაღაცა მოსაფრთხილებელი, როდესაც აი ამ ერთიანობას და სიძლიერეს აქვს დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ რაღაცა გადავძალოთ, რაღაცაში დავეხმაროთ. ახლა გარეთ რო ითხოვ დახმარებას, რომ მომეხმარებო და შენ თვითონ პირიქით პროცესს დააზარალებ, მე მგონი არასწორი. ახლა თუ გახარია, მე არ ვლაპარაკობ ხოლმე ხშირად, მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, იგივე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, რაც ეხება, ვთქვათ, შიდა ყველაზე მწვავე საკითხებს პატიმრები იქნება ახალი არჩევნების მოთხოვნა თუ სხვა, ხო ისინი ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ახლა თუ უარზე გავლენ, არ ვიცი. ნუ არის რაღაცები, რაც განსხვავებულია და ისინი სხვანაირად ხედავენ, მაგალითად პარლამენტიდან გასვლის პროცესს და სხვას. მათ შორის ერთობაში დანარჩენ ოპოზიციასთან რაიმე ტიპის ერთობაში ყოფნის საკითხსაც. ნახოთ როგორ იქნება, ამას პროცესი გვაჩვენებს, თავარი არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კარგად გვესმოდეს რა რთულ ვითარებაში ვართ და ეს პასუხისმგებლობა იყოს გააზრებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც უფრო იმ ცვლილებისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა და მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილებისთვის, ნამდვილად საჭიროა ის, რომ გაცილებით მეტი ურთიერთობა და გაგება იყოს ოპოზიციაში და ამას უნდა მოემსახუროს ეს 31 მარტი. მადლობა, გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ ცოტნე კობერიძე, ლევან სამუშიაშვილი მოგვერდებიან.
პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში მისი ვიზიტი ლიეტუვიდან იწყება. ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ჩვენს ბრძოლაში ყველაზე ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართო. სწორედ ასეთი განცხადებას აკეთებს მოკლედ პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილი. თოთნე კობერიძე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ლევან სამუშია, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლევან, თქვენგან დავიწყებ საუბარს, თანაც თემით საკითხით, რომელიც შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. საქმე ეხება შპს მაგნატის საქმის განხილვას და საინტერესოა, როგორია თქვენი ლიდერების პოზიცია, აპირებენ თუ არა ამ სხდომის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას და გამოკითხვაში მონაწილეობას მოკლედ. მოგესალმებით ემა, მადლობა მოწვევისათვის, მაყურებელს მივესალმებით. თქვენ წაიკითხეთ ინფორმაცია. მორიგი რუსული ცირკი შემიძლია გითხრათ. ეს არის ამით შეიძლება მოკლედ შეფასდეს, რა შუაშია ჯერ ერთი მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან, ეს ერთი, მეორე ესედა ან ბადრი ჯაფარიძე რა შუაშია და მეორე ერთი მარტივი კითხვაა, ხო? თუ ვინმეს რამე კითხვები ქონდა საერთოდ და რო ყოფილიყო ამ კითხვის დასმის ელემენტარული საფუძველი, ვინმე როგორ ფიქრობს, რომ 2012 წლიდან 2025 წლამდე ამდენი წლის განმავლობაში კითხვას ვერ დასვამდნენ და არ დასვამდნენ. ეს არის მორიგი, ამ შემთხვევაში უნიჭო სპექტაკლი, რისი დადგმაც უნდა. აქ საუბარი იმაზე, რომ თავად ამ კომპანიის მეპატრონე წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებთან ერთად რა შუაშია, როდესაც იკითხეთ, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. ენას ძვალი არ აქვს პირდაპირ გეუბნებით და ამ პრინციპით თქვენ შეიძლება ჩაგწერონ შიგნით პოლიტიკური მიზანშეწონილობა რო იყოს ამის და რო დაჭერდეთ. პირდაპირ გეუბნებით თქვენს რაღაცას ჩაგწერენ შიგნით პრობლემა არ არის. მე პირდაპირ ვსვამ კითხვას. თუ ვინმეს რამე კითხვა ქონდა ამდენი წლების განმავლობაში, პროკურატურა მათია. ვინმე შემეწინააღმდეგეთ, აბა თუ არ არის. სასამართლო მათია აბსოლუტურად. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორწყობილებივით აწყობენ. ჩვეულებრივად სასამართლო გადაწყვეტილებას და რამე კითხვა რო ყოფილიყო, როგორ გონიათ? რაღაც გამოგონილ სისულელეს საქმეზე, რომელიც სტრასბურგისა დავასრულეთ. არასოდეს ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები არ გონიათ თქვენი პარტიის ლიდერებთან. ხო, რო ყოფილიყო, როგორ გონიათ? რამე რო ყოფილიყო რაღაცაზე, რაღაცა რო ყოფილიყო, რაღაც გამოგონილ სისულელეზე ადამიანებს ამდენი ხანი სასამართლოში დაატარებდნენ. ის ვერაფერი იქ ვერაფერი ვერ დაუდასტურეთ და ეს საქმე კიდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია, იმიტომ რომ როგორც ვიცით, პრიორიტეტი აქვს მინიჭებული ამ საქმეს, ხო? მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ თქვათ, რას ემსახურება ეს ყველაფერი? საქართველოს მოქალაქეებში არის უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება. ანუ ყურადღების გადატანის მცდელობა. 2 წუთი დამჭირდება და ცოტას ბუნებრივია, გონი გვაქვს დრო ცოტა და 2 წუთი დამჭირდება. უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია. ვინმე გამდიდა თუ გაღარიბდა ეს მითხარით. საერთაშორისო ასპარეზი არის კატასტროფული სიტუაცია. პოლიტიკურ კეთროვნებად არიან ესენი გადაქცეულები, ხო? ახლა მივიდეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხო? ვიზე იბარებენ, ვის იბარებენ საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლებით გატენილი და გაძეძგილები არიან ესენი, ხო? მარტივად გეტყვით. შავაძის საქმის გამომძიებელი, ხო იცით შავაძის საქმე? დღეს პარლამენტის წევრია. რუსული ოცნების წარმომადგენელია. მეორეს გეტყვით, ხო? ესა რა ქვია, ყუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი არის ბათუმის მერი. აქედან დაიწყო დაბარება თუ უნდათ. კიდევ მეც გეტყვით, ემა, კიდე წავალთ შორს. თქვენ გახსოვთ ალბათ 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ, ხალხი დაწამლული, დარბეული და რამოდენიმე დღეში კალაძე გამოდის ნიშა მაგარიას ფონზე, ხარდაჭერას უცხადებს სააკაშვილს და იმ დროინდელ ოპოზიციას დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალად მოიხსენიებს. შემდგომ საარჩევნო კამპანიაში როგორ მონაწილეობდა, თქვენ კარგად გახსოვთ, დაარბოდა ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება და ამით უნდა დავიწყოთ კითხვა. მეორე, ივანიშვილი ვის აფინანსებდა? ივანიშვილი თვითონ არ ხომ მოგონი თქვენ აფინანსებდა თუ არა ნაციონალურ მოძრაობას?
სული შემდგმელი იყო თუ არა, მოდი ვკითხოთ ერთი და რა ქვია, რატო აფინანსებდა? მეორე ინტერესი აქვს მხოლოდ და მეორე ქვეყანაში ვისი გადაფარვა უნდათ? ქვეყანაში გელათი თავზე დაგვენგრა და გვენგრევა. სვეტისხოვლაში წყალი ჩამოდის. გარეჯი საქართველოა, კი, საქართველოა გარეჯი, გვახსოვს, რასაც ლაპარაკობდნენ, ხო? ვინმე საერთოდ ეს თემა წამოწია? საერთოდ ამ ადამიანებს არც ეროვნული აინტერესებთ, არც ეროვნულობა არ აინტერესებთ. ესენი მოქმედებენ ჩვეულებრივად ცოტნეს პოზიციაც მაინტერესებს ხოჭის ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ კითხვა არ გამიწევთ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თვითონ გაცემენ ყველაფერი სხვა საკითხთან ამ საკითხთან მისვლა არ მისვლა შემეკითხეთ თვითონ გაცემენ პასუხს. კი ბატონო, ანუ არაპირებენ მისვლას ცალსახად ცხადია, კი ბატონო. ცოტა თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით და რატომ? იმიტომ რომ განსხვავებული პოზიციები გვესმის. აი მაგალითად გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მან თქვა რომ აი მე ვკითხე უფრო სწორედ თავად როგორ მოიქცეოდა ამ პოლიტიკოსების ადგილას და მან თქვა რომ მას არასოდეს არ დაიბარებენ და მის თანაგუნდელებს ასეთი ტიპის კომისიაზე, მაგრამ თვითონ თუ დასამალი არაფერი არ ექნებოდა, აუცილებლად მივიდოდა ამ კომისიას და შეკითხვებს უპასუხებდა. ასეთი მოსაზრებები სხვებისგანაც მომისმენია, რომ არ უნდა დაუტოვო ასეთი პროპაგანდისტვის ასპარეზი ქართულ ოცნებას და შეხვიდე თუნდაც მძიმე დებატებში იმისათვის, რომ საზოგადოებას აჩვენო რეალობა. ეს საინტერესო თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე? უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა არა მხოლოდ ამ პოლიტიკოსებმა, არამედ სხვებმაც, ვისაც დაიბარებენ და ეს დაანონსებული აქვს, ხო ვიცით ქართულ ოცნებას ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა მიიღონ თუ არა ამგვარ დებატებში მონაწილეობა? ნუ მე არ დამიბარებენ ზოგადად ამ ქვეყანაში ძალიან ოპტიმისტური პოზიცია მგონია. რა იპოვი პარტიაში ადამიანს, რომელიც რაღაცას ალბათ აკეთებს მოძრაობის დროს, ხო? ხელისუფლების დროს, ზოგადად რა მეზულიშვილზე იყო საუბარო რაღაცა. ეგეთ ადამიანს იპოვი რა და ხა პრობლემაც არ არის, ხო? ეხლა ყველა რაღაც სკოლაში არ დადიან მოძრაობაზე და მეც არ გამოვრიცხავ რომ რაღაც მითხრა რომ სისტემის სკოლაში დადიოთ რაღაცა და დაიბარონ ხა ეგეთი უსაფრთხოების ის რომ მე პარტიაში ადამიანი არ არის, ვისაც ვერ ეთყვარნას მოძრაობის დროს რაღაცა ეჭო შეიძლება იყოს და დაიბაროს. მე ეგეთი პარტია ჯერ არ ვიცი, ეგეთი პარტია მგონი არ არსებობს. ამიტომ ეგ ის არსებობს. ხა რაც შეეხება მიხვალ თუ არ მიხვალ, მან ცოტა პოზიცია შეიძლება არსებობდეს ვიდრე ბერდიას ექნება, იმიტომ რომ თვითონ პარლამენტარულ მოქმედებაში დამოკიდებულება გახარიას პარტიას ცოტა სხვანაირია, იმიტომ რომ ის ამ წამსაც ოფიციალურად პარლამენტის წევრია და მისი პარტია ეს ხელაღები ბოიკოტში არ არის გასული და თქვა ეხა პარტია ველოც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც კაფეოდ ნათქვამია, თქვა არალეგიტიმური პარლამენტია და თვითონ პოზიცია გქონდეს, რომ უბრალოდ მათ ნათქვამზე არ მიმდივარ, რაც არ უნდა ამბავი იყოს, უბრალოდ მათ ვინ კითხავს ამ ამბავს, არ არის ეს ლეგიტიმური, ეს თავისთავად კონკრეტული ცალკეული ლოგიკური პოზიცია არის. ამისი კით შენ თუ გამოხვალ და თქვა დიტყვი რომ მე აი ამას მაინც გამოვიყენებ, რაღაცა ტიპის შოუ თუმოჩება საჩემოდაც გამომადგენს და მე იქ რაღაცნაირად ის ვიპოვო, შეიძლება ეგეთ არგუმენტიც გქონდეს ხა ვიცი ამ საკითხთან პოზიცია მე არ მაქვს რას ფიქრობს ბადრი და მამა. ინდივიდუალურად ყველა ადამიანის საწყობია. პარლამენტის წევრი არის, რავი, ამ წამს. არ დაუწერია რომ პარლამენტის წევრობა არ უნდა იმ პარტიას. და შესაბამისად, ანუ ლეგიტიმაციას არ აძლევენ ამ პარლამენტს. ეგეთი ტიპის ბოიკოტი ალბათ ისედაც ოპოზიცია სულ იყო ხოლმე პარლამენტს რო შეხედავ, პარლამენტს უბრალოდ ცარიელი სულ გვახსოვს საკრებულოებიც და ეგეთი ბოიკოტები სულ არსებობს. ამიტომ ამ გასაკვირი არის განსაკუთრებით ქართლოცდების პირობებში, როცა იცი რომ ოპოზიციას დიდი გავლენა არ აქვს, ისედაც იქ თითის დაჭერა ბევრ შეეზარება ხოლმე კენჭის რისოს ხალხი მაინც გასულია 100 ბერცოს საწევა და ეგეთი ხა ცოცხალი პოლიტიკური პროცესი არ შევძენ, ეგისაც არგუმენტი არის, ისაც არ ყოფილა ხოლმე, ხო, ამის იქით იყო დაფინანსების ამბავი და რავი, ზოგადად ოფიციალურად ხარ, ხო, ანუ ეგეთი ამბავი. მე იმას კარგობ, რომ თავიანთი გადასაწყვეტი ის მანდატი თქვენი მათია, წინასაარჩევნო კამპანიაში ადამიანს უნდათ ხმა, მას კი არა, მე მომეცი და თუ იმას მისცემს ხმას, მას საკუთარ ამორჩა და თვითონაა გადასაწყვეტი. რას და როგორ იზავს? ის რომ მან უარი თქვა მანდატებზე, მე არ უთქვავს მანდატებზე, მაშინ იცოდი, როცა მეც მქონდა ნათქვამი და რახან ჩემი გაუქმას, ეხლა გავბრაზებ და სულ გახარია რატო პარლამენტში ლაპარაკო, არ მომწეს ეს მისი საქმეა თვითონ გადაწყვიტავს რა და როგორ იქნება. მისვლას და არ მისვლას, ეხლა ეგეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დგება მათ შორის. არ მინდა ეგეთი სასწაული ბერკეტია, რომ კაცი შეიძლება დაჭერა მოგიძეს და უბრალოდ დაიბარე მოდი, ნამუზი არა ააგდო, არ მოხვალ დაგიჭერ. თუ მოხვალ რა მაგიარებ და რაღაც ეგეთი კაზუისტიკაც არსებობს. არ არის მარტო ამ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კიდევ ასეთი არგუმენტი ქონდა, რომ აი
სასამართლოებში სასამართლო პროცესებში ხომ მონაწილეობენ აქციების დროს დაჯარიმებული პოლიტიკოსები, მაშინ აძლევენ ხო ამ სასამართლოს ლეგიტიმაციას, ანუ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში არ მისვლა, არ არის არგუმენტი, რომ ლეგიტიმაციას არ მივცემ. ხო, ნუ ჯერჯერობით კონკრეტულ პარლამენტზეა საუბარი, მე თუ პარლამენტი რამის ლეგიტიმაციას აძლევს იმის კეთებაც, მაშინ მიდივართ რომ ავტობუსში შეიძლება დეგეგეც ხო ვიხდი რა, რაცაც რო ვკიდულობ და ისიც ჩემი მონაწილეობა და ფიზიკურად მანდ ვეღარცად ვერავინ ვერ მივდივარ საერთოდ რა ხდება ხო? რაღაცა სპირალია ისეთი. ხო, ეს სპირალია მან თულებურად მანდ არის სადამდე შენ შეგიძლია, შემდეგ პოლიცია დაიცვა და მეორეს მხრივ რას როგორ ახსნი რა мотиваცია აქვს და რა რატო არის. კეთილი. 31 მარტის აქციასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, იქნებ რაღაცა უფრო მეტი კონკრეტიკა მოვისმინო მეც და ჩემმა მაყურებელმაც რა ტიპის ერთობისთვის ემზადება ოპოზიცია. მოვისმინე უკვე ერთი სტუმრისგან, მე მეორე სტუმრისგან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საორგანიზაციო საკითხებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად ოპოზიციური კოალიციები აქტიურად არიან ჩართული, გახარიას პარტიის გარდა, გახარია საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ არის, მაგრამ არის საკოორდინაციო პროცესში და მონაწილეობას მიიღებს, მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებსაც მოუწოდებს 31-ში გავიდეს აქციაზე, მაგრამ ასევე გვაინტერესებს, ანუ რა ტიპის ერთობის შესახებ მოხდება განცხადების გაკეთება სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური კოალიციების მხრიდან და როგორც მევხვდები ეს ერთობა იქნება 4-1. წინასა ვერაფერს ვერ გეტყვით, ემა პირდაპირ გეუბნებით, მართლა გეუბნებით, რაც 24 მარტია უკვე. ხო, გასაგებია მესმის, მაგრამ მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ახლა წინასა და რაღაცა. ანუ 30 შეიძლება რაღაცა შეიცვალოს წინა დღეს. მოკლედ, რაცაც გეუბნებით ეს მიიღეთ ჩვენს პოზიციას, წინასად მართლა ვერაფერს ვერ გეტყვით. რაც შეეხება 31 მარტს, მნიშვნელოვანია 31 მარტიც, 1 აპრილიც, მანამდეც და მის შემდგომ ყველა დღე მშვიდობიანი პროტესტისათვის, რაც თვეების განმავლობაში გრძელდება და გაგრძელდება დარწმუნებული ვარ მანამ, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლებიან პოლიტიკური ტყვეები. აი ეს არის მთავარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორი ჯერ ერთი ესენი რომ ხელისუფლების მიმტაცებლები არიან, ყველამ კარგად ვიცით, შემდგომ უკვე ღია მატყუარები არიან. წარმოიდგინეთ, აი ღია და მატყუარები არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის უკუსვის მეტი არ მოუტანიათ საერთოდ არაფერი, იგონებენ რაღაც გლობალურ ომის პარტიას, მერე მას უცხადებენ ბრძოლას, მერე წინ მიიწევენ ვითომ ამ გლობალური ომის პარტიასთან ბრძოლაში. აქ საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაში, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებად ართულიან, არიან უკიდურესი დუხჭირეში. საქართველო დაიცალა საქართველოს მოქალაქეებისაგან. ხო ხედავთ რა ხდება რა ქვეყანაში, გადინებაა საქართველოს მოქალაქეების. ამათი ფარული პოლიტიკაა საქართველოს ქართველების გარეშე. უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები დაიცალა საქართველოს მოქალაქეებისაგან. ადამიანებს ქვეყანაში არ დაედგომებათ, სამუშაო ადგილები არა, ინვესტიცია არ შემოდის, ან რომელი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს საქართველოში, როდესაც არის. საქართველოს ჰქონდა და აქვს დარწმუნებული ვარ, ეს განხორციელდება ერთადერთი სტრატეგიული უდიდესი მნიშვნელობის ანაკლიის პორტი, რომელიც მიზანმიმართულად ჩააგდეს, მაგრამ ლელუძგირი საქართველოს ახლა ვერ მეწყით, მაგრამ გექნებათ სათქმელი ხომ? ანუ რაიმე ახალს ეტყვით პირდაპირ გეტყვი, მე არაფერს არ გიმალავთ, ან რაღაცა ესეთი, რომ აი არ მალავდა მე გეტყვით არა, რაც იქნება სათქმელი, გავიგებთ ყველა, ხო, ამასთან დაკავშირებით. არ არის რაღაცა მოლოდინების შექმნაც სწორი ამასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი თარიღია როგორც 31-იც, ისევე შემდგომი თარიღები, მნიშვნელოვანია ყველა დღე. ახალი არჩევნები დაინიშნება და პოლიტიკ პატიმრები გათავისუფლებიან, უკვე არის მოლოდინები. არ ერთი წუთი. და მნიშვნელოვანია ყველა დღე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, დღევანდელი დღეც, ხვალინდელი დღეც და ყველა დღე, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და სანამ არ გათავისუფლებიან პოლიტიკური ტყვეები. აი ეს არის. რაღაცა მოლოდინების შექმნა არ არის სწორი. მე ამას ლაპარაკობ, თუ რამე სათქმელი იქნება, თუ რამე იქნება, ამას ბუნებრივია ვიტყვით და გავიგებთ. მოლოდინია ის, რომ დინამიკა უნდა გაიზარდოს პროტესტის. ესეც მოლოდინია, შესაბამისად ისმის ლეგიტიმური შეკითხვა როგორ, მაგრამ ჯერ ცოტნესთან გადავალ. ცოტნე ახლა ვნახე ზუსტად თარიღი 10 მარტს. მათ შორის ამ გადაცემაში გითქვამთ, სალომე ზურაბიშვილი იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ლიდერად წარმოვიდგინო პროცესის, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს. ეს ჩემი პოზიცია და არა კოალიციის. თუ პროცესებმა ასეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები. აი პირდაპირ კითხავთ, სად იქნებით 31 მარტს? 31 მარტს იქნები აქციაზე.
მას შემდეგ რა პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება, იქ რა ნაწილი იქნება და როგორ იქნება, ვიტყვი 31 მარტის შემდეგ. და ჩემი პოზიციას ამას დავაფიქსირებ ცხადია. ზოგადად ჩემი სიტყვის ერთგული ვარ და მასთან მიმართებაში ამ პასუხისმგებლობას ვცნობ. ანუ ახლა თქვენთვისაც არ არის ცნობილი, აი რა პოლიტიკური პროცესის საფუძველი შეიძლება დასაწყისი შეიძლება გახდეს 31 მარტი, იმიტომ რომ ეხლა ხომ მიდის სამუშაო პროცესი, ანუ მეტნაკლებად რაღაცა მონახაზი უკვე გამოიკვეთა, ხომ? ალბათ სამი პოლიტიკური ოპოზიციური კოალიცია სალომე ზურაბიშვილის არ ვიცი, ჩართულობით, უფრო აქტიური ჩართულობით, თვითონაც თქვა, ხო, ძლიერი კოორდინაცია, ხომ? მისი მიზანია შექმნას. აი ამ ფორმატში ხედავთ თქვენს თავს? ის რა წარმოდგენაც მაქვს, შეიძლება რაღაცას მოხდება და პოტენციალში ვფიქრობდე რა ხდება, დაახლოებით იმისთვისაც ამ დროის განმავლობაში მე თვითონ პოზიცია მქონდეს, მეც ამ დროს ვიყენებ, რომ ვიყო ჩამოყალიბებული და ახსნადად ჩემი პოზიცია წარმოვადგინე. ამიტომ მჭირდება მოცემული კონკრეტული დღე, რომლის მერეც ამას ვიტყვი უკვე დალაგებულად, ხო, დაახლოებით ვთქვი კი რაღაც რაც იქნება. ხო, ეს პოზიცია ყოველ შემთხვევაში, რომელიც ჰქონდათ 10 უცვლელი არის ეს პოზიცია, ცხადია, ზოგადად რა ვაგერებ, დაგუგლავ და ნახავ, ხო, ჩემი სიტყვის წინააღმდეგ ხო არ წავალ, თანამედროვე ეპოქაში არ ვიღაცას დაავიწყდა არ არის ნებისმიერ მომენტში. თქვენ ყოველ შემთხვევაში შემაქცევთ ხოლმე ეგეთ რაღაცები არ გერიდება, თუ გავაგრძელე ის ფუნქციონირება როგორც იქამდე. მაგას ვიტყვი, რა შეიძლება რა იქნება მაგაზე პასუხი რთული სათქმე, მე თვითონ არ ვარ ხაფრად მათ ჩართული, რა არ იქნება მაგაზე შეგვიძლია კაფიოთ და სალომე ზურაბიშვილის მედიაში განაცხადა, რომ არ უნდა იყოს მოლოდინი ერთ რაღაცა პარტია და მონოლითურად ჩამოყალიბების და დიდ ერთობად, რასთან მიმართებაში თქვათ, გასხვავებული პოზიცია აქვს ერთთანაცვალ მოძრაობას, გასხვავებული პოზიცია აქვს ზურა ჯაფარიძეს, მათ შორის ჩვენთან. ну პროვინც ერთობისკენ ესე მოტივირებულია და ასეთი ტიპის განცხადებას მათ შემოგდებული საკითხი უწოდა, რასაც ნახეთ, რომ ნაციონალურობისგან უბრალოდ კაფიო პოზიცია მიიღო კრიტიკული და ამ ნაწილში მე მგონია, რომ თქვენ რომ ახსენეთ რაღაც -1-ის გარდა რაღაც სხვა მინუსები შეიძლება დაიწეროს, იმიტომ რომ ძალიან ისე კაფიო თქვა სხვადასხვა 31 წელიწადია და მან შემდეგ თვითონ ეგ პოზიცია და გააკრიტიკეს მიხეილ საკაშიც რაც მიუსაჯეს პატიმრობა ამ კუთხით გააკეთდა და რაღაც ეგ მოლოდინი მაქვს რომ ზოგადად მან რაღაცები შეიცვლება და თქვენ მოდი პირდაპირ მითხარით რა არ გერიდებათო შეხსენებაო და არ თქვენ არ გერიდებათ ხოლმე პირდაპირ რაღაცების თქმა თუ კი მოკლედ მოცემულობა სიტუაცია ამის საშუალებას გაძლევთ ან თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ ქარტიაზე ხელმომწერი 4 ოპოზიციური კოალიციიდან სალომე ზურაბიშვილთან ერთობაში რეალურად ორს ვიხილავთ ეს იქნება კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველო მე ხა რაც მე ვამბობ ის რაც მოვისმინე ხო მე იმის საფუძველზე ვაკეთებ ხო ლოგიკურ ასე თქვა განცხადება მას შემდეგ ეთერში ვიყავი უსმენდი თინამ ბოკუჯაოს და იქამდე ლევან ხაბეიშვილის საჯარო ქონა ბევრად კაფიო განცხადება ამ კუთხით რომ რაც მიხეილ საკაშვილი დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი მაგალითად საერთოდ არ ცნობს რომ ის არის ისევ პრეზიდენტი. ამიტომ იმის გამო 31-ში ყოველთვის მნიშვნელოვანი აქცია და ყველა იმას უფრთხილდებით, იქამდე ბევრად რბილი იქნება ყველა პოზიცია და მის მერე მაქვს უფრო გონივრული ეჭვი რომ უფრო კიდევ კაფიოთ იქნება და ახლა რაღაც ისინი ზურები უბრალოდ ეგრე არ ჩაივლის ნაპრალები ხო ან მაშინ გავარკვიოთ როგორ არიან ერთ ოთახში ის ხალხი რომელიც ვიღაცაზე ფიქრობს რომ მისი ლიდერი დასაჭერი არის თუ არა ამაზე კაფე პოზიცია უნდა დაფიქსირებული იყო ვიღაცას პრეზიდენტად აღარ მიიჩნევს ასე გრძელდება პროცესები თუ გვინდა რომ პროცესებმა გარკვეულობა და გულწრფელობა შეიძინოს ეგეთ რაღაცები როცა ითქმება მე რომ უნდა გაიყვეს მაგრამ რაც ერთი კარგია რომ ყველასთვის ძვირფასია ის რომ მასშტაბური აქცია იყოს იმ კუთხით რომ ყველა ხვდებით რამ ხელა ფასი აქვს ბევრი ადამიანს ერთმანეთს დავინახავთ ხოლმე, რომ ყველაზე მეტად რაც ამ პროცესში ჩვენ გვიყვარს ხოლმე და ოპტიმიზმს გვაძლევს, ეს არის ის ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ გაგაოცებენ ხოლმე. მეც მაქვს ხოლმე სკეპტიციზმი, ზოგჯერ მგონია რომ აღარ მოაბევრი ხალხის, მაგრამ ქონია ჩემ თავთან რომ ცოტა ეს როგორი იკადრე, იმიტომ რომ შემცდავ რომ დამინახია რომ მოულოდნელად იმაზე მეტი ადამიანი ყოფილა და ველოდებოდი და ხელახლა ავსებულა ახალი мотиваციით და ბევრი რამე გადამიფასებია და ახლაც იმედი მაქვს რომ ჩემი თავი გაოცდება, იმით რასაც 31-ში ნახავ, ბევრი ადამიანი იქნება და ეს ბევრი ადამიანის დანახვა მათ შორის შეიძლება იმ დროს რა პროდუქტიც უნდა იყოს და თქვა ბედალება პასუხიც გითხრათ, ვერც გითხრათ, იმიტომ რომ იმან ბევრი რამე შეცვალოს, სულ სხვა რამე და სულ სხვა პროდუქტი დაიდოს 31-დან იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი იქნება და რა განწყობა. თუმცა მასშტაბურობას, პროტესტის შესაძლო მასშტაბურობას აზიანებს თუ არა აი ასეთი გაუგებრობები, გაურკვევლობები ოპოზიციურ კოალიციებს შორის. ეს ხომ არ არის პირველი, ასე ვთქვათ,
საკითხი, ან ერთადერთი საკითხი. გაუგებრობაში. აი, რაზეც ცოტნემ ისაუბრა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს პირდაპირ პრეტენზიები სალომე ზურაბიშვილთან. მეტიც პირდაპირ დაადანაშაულეს, რომ ის ქართულ ოცნებასთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სააკაშვილს 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ბოლო ორ საქმესთან დაკავშირებით. საკმაოდ მძიმე ბრალდება. რა ვიცი, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მანდატების თემას, პარლამენტში მანდატების დატოვება, არ დატოვების თემასთან დაკავშირებით, ერთობა ყველა სხვადასხვანაირად ესმის თქვენი ჩათვლით. ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ დაზიანდეს ზოგადად პროცესი და ამ დაზიანებული პროცესის ასე ვთქვათ, მიზეზით პროტესტმა ისეთი მასშტაბურობა ვერ მოგცეთ, როგორიც მოლოდინით არსებობს რეალურად ოპოზიციაში. თქვენი ჩათვლითო სხვადასხვანაირად ესმის ერთობა, კი, თქვენ როგორ გვესმის ერთობა? ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ეგრეთ წოდებული სახალხო პარტია, ნაციონალურ მოძრაობას ერთი ასე ვთქვათ პარტიული სია ესმის. კი ბატონო, გასაგებია, მოკლედ ამასთან დაკავშირებით, ერთობასთან დაკავშირებით ძლიერმა საქართველოს უნდა ჩვენო პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ამასთან დაკავშირებით თვეების უკან პირველები ვიყავი და არც დამვალავთ ამას, ბუნებრივია და ვიტყვი ყოველთვის, რომელმაც ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პოზიცია, დავაფიქსირეთ და ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის, ვაკეთებთ რომ ეს ერთობა შემდგარი. მეორე საკითხი ახლა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა პარტია რა პოზიციას დაიკავებს და რა პოზიციას არ დაიკავებს, ამასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემ პასუხს დაუშვათ ნაციონალური მოგზაურობის ნაცვლად. ხო, ნაციონალური მოგზაურობა უნდა გაქცეთ ამასთან დაკავშირებით პასუხი, ან სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა. ხო, პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, თუ მანდატების დატოვება არ დატოვებაო თქვით, ჩვენ სიტყვა ვთქვით, მათ შორის ერთ-ერთი მეც გახლავდა და ჩვენი პარტიის წევრები, რომელმაც განცხადება დავტოვეთ, ეს პარლამენტი არ ქვია, მე მას ვუწოდებ თვითმარქვიების თავშეყრის ადგილს, სადაც პირდაპირ ასე დავწერეთ, რომ პარლამენტი რაღაცა დაირქვით, შეიკრიბეთ, მან და პარლამენტი დაიტყვიდა. მე პირველად ასე დავწერე და ჩემი სახელი დაგვარია შიგნით ჩვენო პარტიის ჩვენო წევრებმაც და ამორიცხული ვიყოთ ამ რაღაც გაუგებრობიდან, ხო? და ზუსტად ამორიცხულები ვართ, ხო? ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ჩვენ კაფეები ვართ ჩვენს პოზიციაში და არც არასდროს ამ შემთხვევაში სიტყვიდან არ გადაგვიხევი, ეს შემიძლია გითხრათ. მე ვაგებ პასუხს ძლიერი საქართველოს ამ შემთხვევაში პოზიციაზე, ძლიერი საქართველოს პოზიციაზე, ჩვენი პოზიციის ამ შემთხვევაში სისწორესთან დაკავშირებით თქვენ შემიძლიათ კითხვები დამისვათ, მე შემიძლია გაგცეთ პასუხი ამ კითხვებთან დაკავშირებით, ხოლო რა განცხადებას გააკეთებს ნაციონალური მოძრაობა ან სხვა პოლიტიკური ძალები, ეს უკვე მათკენ კითხვები, მე აქ შემფასებლად და ექსპერტად ნაკლებად ვქავ. ხო, ამ პასუხს მივიღებდი იმ შემთხვევაში, ოპოზიცია თუნდაც წინა არჩევნების დროს ხმების რაოდენობას ჯამურად რომ არ ითვლიდეს სხვა ოპოზიციურ კოალიციებთან ერთად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირდაპირ სხვებთან ერთად როგორ? აი, თუნდაც იმ 48%-ს, რომელიც ჯამურად დაუწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციურ კოალიციებს ქართული ოცნების, არ ვიცი, ალბათ 52-ის საპირწონეთ. ანუ ხალხმა ამომრჩეველმა თუნდაც იმ ცესკოს მიერ დათვლილი შედეგებით ოპოზიციას ხომ ჯამურად მისცა ხმა იმ მოლოდინით, რომ ისინი შეძლებდნენ ერთმანეთთან კოალიციურ მთავრობაში თანამშრომლობას. ანუ არის საკითხები, სადაც ოპოზიცია როგორ თქვა, გარკვეული თანამშრომლობის თუ კოორდინაციის ფორმატში ელაპარაკება ამომრჩეველს, არის საკითხები, როდესაც პასუხისმგებლობას იხსნის სხვების ნათქვამზე და მზად არის მხოლოდ საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, ისაუბროს. მოკლედ გიპასუხებ და ალბათ ცოტა გარაგზავ შემდგომ, მოკლედ გიპასუხებს ეს კიდე და კიდე მე მესმის თქვენი კითხვის, ეს კითხვა არსებობს ბუნებრივია, მაგრამ თუ ყველაზე ნაკლებად არსებობს ჩვენთან მიმართებაში არსებობს, ლელო ძლიერ საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ერთიანობა, ეს კოალიციის მოდელზე იყოს საუბარი, მართვის მოდელზე, ხო? დიახ, ჩვენ ამ პასუხისმგებლობით გამჭვირვალობა არჩევნებიდან რამოდენიმე დღეში ვთქვით, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა ეს განცხადება, ეს იყო კოალიციის ერთიანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მზად ვიყავით სათანამშრომლოდ, ვსვად ვართ სათანამშრომლოდ, აქ ერთიან სიაზე და რამაზე კი არა საუბარი. აქ არის ფორმატი, სადაც იქნება მსჯელობა ქვეყნისთვის საჯირო საკითხებზე და თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ პრობლემებისგან და ამ უბედურებისგან, რასაც ეს რუსული ჭირია ქვეყანაში მოდებული. აქედან გამომდინარე, მე მესმის, განა არ მესმის.
რომ ეს კითხვა უნდა დაისვას, მაგრამ ამ კითხვის ადრესატი აქ არა ვართ, მე მგონი ჩვენ ყოველშაბათში ლელოძლიერი საქართველოს არ არის, თქვენ შეგიძლიათ სწორებს დაუსვათ ეს კითხვები, მეტად ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენი ნაბიჯები არაერთხელ გადავდგით და დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფა. კარგი, ცოტნესთან მექნება ხო შეკითხვა. კოალიციური თანამშრომლობის პერსპექტივა, ვიცი როგორ ამბობენ ხოლმე, საბოლოოდ, ასე ვთქვათ, განიცადა კრახი, შეგვიძლია ვთქვათ, და თუ კი არსებობს შეკითხვები, რომ ჩავარდა პერსპექტივა კოალიციური თანამშრომლობისა ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის საკითხი ხომ აქტუალურია ისევ, ხო? ანუ, როდესაც ახალი არჩევნები ინიშნება, მაშინ ვის რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციური პარტიებიდან? აქვთ პერსპექტივა ცალ-ცალკე შეუძლიათ ქართული ოცნების დამარცხება თუ ისევ ერთობლივი ძალებითა და შემდეგ უკვე ერთმანეთთან კოალიციური მთავრობაში თანამშრომლობით. აი, ამ პერსპექტივას ისევ ხედავთ ოპოზიციაში, თანამშრომლობის ურთიერთობის რესურსს. Ну, ზოგადად ახალ არჩევნებთან მიმართებაში სულ ეგეთი პოზიცია მიტრიალებს ხოლმე, რომ თუ უბრალოდ ახალი არჩევნებად არის, მათ კიდე ერთად გინცაცავთ, ფუნდამენტურად ვერაფერი ვერ შეიცვლება, რომ ახალი არჩევნები, რა ვიცი, უბრალოდ იგივე გადავამღეროთ ამ ნაწილში თუ მივიდა და ის რასაც ჩვენ ამოვთქვით, რომ სისტემა უნდა იყოს მომრგვალე, პარტიამ ვერ მოახერხოს სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენება ხმებისთვის და ადამიანების შანტაჟი, რასაც იდეაში ხელისუფლება აკეთებს ხოლმე, რითიც თავარი ზეწოლა ხდება ადამიანის გადაწყვეტილებებზე, ამის მიღმა რა ფორმატითაც არ უნდა გახვიდეთ დიდ ფუნდამენტურ ცვლილებებს, ჩემი აზრით ვერ გამოიწვევს, ჩვენ უბრალოდ ხელახალი არჩევნები კი არ გვინდა, მოქალაქე ხელახალი უბრალოდ მოთხოვნისთვის გამოსული არ იყო, იქ იყო არჩევნების მერე ეგეთი ტიპის აქციები და ნაკლები ჩართულობა იყო და შემდეგ დაგეთ კობახიძის გამოსვლა და ადამიანს უბრალოდ გამრავლდა, უბრალოდ უნდა ქვეყანას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წესრიგში და დაუბრუნდეს საგარეო კურსს და ამისთვის იქნა გამოსული და წავიდეს ეს ხელისუფლება თუ არ პრორუსულ ორბიტაზე რჩება, უნდა წავიდეს ეგეთი ხელისუფლება, ეგ არის თავი დაკვეთ. ამიტომ ამ ნაწილში უბრალოდ მხოლოდ ხელახალი არჩევნები თავად ჩემთვის ეგ სოლუშენი არ არის, სადაც როგორ გავალთ რაიმე დიდი გადაწყვეტა იქნება მაგისთვის. შეიძლება სხვა რამისთვის რაღაც ახალი დაიბადოს, რაღაცა პოლიტიკური სპექტრი რაღაცას მაგით შეიძლება რაღაც აზრი ქონდეს, მაგრამ ეს რომ ხა შეიცვლება, მან და რა. რაც შეეხება კოალიციური გამო, ხალხი უბრალოდ ელოდება გამოსავალს ზოგადად. დამას ხა შენ მარტო კაცი დადებ თუ ბევრი დადებ ერთად. გონი არ გონია დიდი მნიშვნელობა ქონდეს. მე რომ მოვიფიქრე ჭეშმარიტება ცოტა მე შევძლო და ცოტა მარტო თქვა და არ დაუჯეროთ, არ გონია ვინმეს ეგ წყენა ქონდეს. ან ყველამ ერთად მოიფიქროს და ვინმეს ქონდეს წყენა რომ არა იქ მაგიტაზე ის პარტია და ეს პარტია და ამიტომ მე ამას არ გავიკარებ. ეგეც არ მგონია. აქ არ გონია რომ მაგის პრობლემას კი არ ხედავ თავისთავად ის რომ რთულდება არსებული ვითარებიდან გამოსავლის დადება, როგორც ერთა, ისეთ ცალ-ცალკე. ზოგადად კოალიციის თანამშრომლობის პრობლემას მართლა ვერ ხედავ მე უბრალოდ რავი, ერთი და იგივე საკომუნიკაციო იმას ხედავთ, მესიჯებს დავინახეთ აქციის მოწყობაშიც, დავინახეთ ვთქვათ, ამ პროცესის განმავლობაში მაგის დანაკლისი არ ქონია, ზოგჯერ ალბათ ტელევიზორი რო ჩართო, გარჩევა უფრო შეიძლება გაგიჭირდეს. ეს ხალხი ვთქვათ ერთად არიან, თუ ცალ-ცალკე არიან, ვიდრე ის ხალხო ხდებით, ან მაგის დეფიციტი არ არის. მაგრამ რა ართულებს მაშინ აი გამოსავლის ძიებას არა თუ ძიებას, გამოსავლის შეთავაზებას რა ვითარების სირთულე თავისთავად, რომელიც ახლა არსებობს, სადაც გამოსავლის პოვნა არის ძალიან რთული. ამას ჭირდება რაღაც არნახულად დიდი გულწრფელობა და აწმოში არსებობა და რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცა მეტნაკლებად რაც მიღწევადია პატარ გამარჯვებით ნელ-ნელა რამე ჩემი აზრით მოფიქრება. მე თუ მოქალაქემა რაღაცა გული აიწროს, შეიძლება საერთოდ თამაში არ მოყვებოდნენ და რაღაცა კონტაქტი დაიკარგოს. ხა პარტიებს შორის ეხა ცხადია რაღაც ნაწილში არის რომ ყველას თავისი რესურსი აქვს, შესაბამისად იმ რესურსს როგორ გამოიყენებს და თუ ფიქრობ რომ არჩევნებზე ცალ-ცალკე გადიან, მაინც ყველა შეეცდება მეტნაკლებად რაიმე კონტროლები დაიტოვოს. უბრალოდ მე მგონია რომ 31 უნდა იყოს გარდამტეხი ნაწილში რომ ან მართლა ყველა ერთად არის და კონტურები იხსნება, ან არა და კონტურები უნდა გამსხვილდეს და ყველამ უკვე დაიწყოს მის პარტიაზე ცოტა განსხვავებულად ფიქრი ჩემი აზრით, რომ მათ შორის ერთმანეთთან რაღაცა ტიპის კონკურენციაში რომ არა მე უფრო კარგად წარმომიდგენ უკვე საქართველოს უფრო კარგად წარმომიდგენია რაღაც გამოსავალი და მათ ტიპის კონკურენციაში კიდე სხვანაირად შესვლა მოგვიწევს, თორე არც იქნება და არც აქ დარჩენილები, ჩემი აზრით ცოტა გაბლარული და ამორფული სიტუაცია იქნება ეს. მადლობა, ზონდე კოპერიძე, ლევან სამუშია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, სულს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი დაგიბრუნდებათ უკვე 4 შაბათს. მე ხოლმე დაგემშვიდობებით, ხოლმე 13 საათზე პალეტრინეციოს ეთერში გადაცემაში საქმე გელოდებით.